ისმეთ. Მარშალსა პოზიცია პირდაპირ ეთერშია და რამდენიმე წუთში უკვე ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უპასუხებს. აპრილიდან დღემდე აქციები მთავარ გამზირზე და შეკრება ეროვნულ სტადიონზე. ორთვიანი პროტესტი დედაქალაქში. ცხელი გაზაფხული და დედაქალაქის ცხოვრების არეული რიტმი. შეტევა დეპუტატებზე. ჭხუბი პოლიციის სამმართველოსთან. დაშავებული ჟურნალისტები. როცა ვითხოვთ ვიღაცისგან კანონის დაცვას ჩვენი ორგანოები თვითონ უნდა იცავდეს კანონებს. ამიტომ მე დღეს კაცრად მივეცი შენიშვნა ყველა სამართალდამცავ სტრუქტურას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეზღუდოს ჟურნალისტების მუშაობა. წავე კრიტიკა ყოფილი თანაგუნდელებისგან და ურთიერთბრალდებები. მე დიდი ხანია გეუბნები ბატონო მიხეილ, რომ ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი მეთქი. მას სერიოზულად ეშინია ჩვენ მას ბოლოს მოუხდით. ნუ რა ვიცი, ნუ აქ იმედი, რომ დღეს თუ გუშინ თუ მე თავრობაში ვიყავი და იქიდან ხელს რაღაცა გამოვაყოლა და დღეს თავის თავს ოპოზიციას უწოდე, ამის გამო საქართველოს სახელმწიფო უკან დაიხევს. დაძაბული მოლაპარაკებები და შეხვედრა პრეზიდენტთან, გაცვლილი პოზიციები და განსხვავებული ხედვები არსებულ ვითარებაზე. იყო ძალიან მძიმე საუბარი გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ რაც მთავარია შეხვედრა შედგა. მას მიაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი არის ძალიან ცუდად. მარტო პრეზიდენტთან კიდევ ერთი შეხვედრა განსხვავებული ფორმატით შავნაბადაზე. შევხვდი მე რადიკალების ლიდერს, რომ მე თქვა თქვენ ხართ ამ პოლიტიკური სისტემის ნაწილი. ჩვენ ინტერესია რომ არ მოხდეს თქვენი მარგინალიზაცია. შეთავაზება ოპონენტებს, პოსტები ხელისუფლებაში. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. ველოდები ამ დანიშვნას. და ოპონენტებთან შეთანხმებული მუშაობა ქვეყნის საგარეო გამოწვევებზე. არის პოლიტიკური თამაშები და არის ერთიანი ქართული ხედვა. უშუალობის საბჭოს კარები არის ღია. მე მინდა მოუწოდო ყველანაირ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს, მათ შორის რადიკალურებსაც. ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე. ქართული საქმე, ქვეყნის შიდა და საგარეო გამოწვევები. რუსეთს აქვს ვეტოს უფლება ყველა კარგ წამოწყებაზე იქ. დიპლომატიური მარცხი თუ დიპლომატიური გამარჯვება. გაეროს რეზოლუცია, მეგობარი ქვეყნების დოკუმენტი, რომელიც მოსკოვმა დაბლოკა. დაიფიცა ვლადიმერ პუტინმა, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო არ იარსებებს. როგორ აპირებს ქვეყნის პირველი პირი გარე საფრთხეების დაძლევას? რას ფიქრობს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტი და რა რეაქცია აქვს მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე? პოზიციის კითხვებს დღეს პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილი უპასუხებს. პრეზიდენტის პოზიცია. Așa ჩვენ ეთერში ვართ და მე წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საღამოშტობის ბატონო მიხეილ. ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ ბევრ თემაზე დღეს, იმიტომ რომ ორი თვეა განსაკუთრებულ რეჟიმში ცხოვრობს ასეთ ისე ქვეყანაში და მოვლენებსაც შევეხებით და საგარეო პოლიტიკასაც, თუმცა ვიდრე ესე ვთქვათ კითხვა-პასუხზე გადავიდოდეთ, მე მინდა გკითხოთ, არც ისე ხშირია პრეზიდენტის პირდაპირ ეთერში სტუმრობა და ვთქვათ ესე კითხვებზე პასუხის გაცემა და თქვენ დათანხმდით ჩემს გადაცემაში მონაწილეობას ფილმის შემდეგ, რომელიც გავიდა BBC-ზე შემდეგ რუსთავიორის მაყურებელმაც იხილა. ეს არის ფილმი გაუნათებელი სინათლე, შეიძლება ვთქვათ ყველას ეს არ უნახავს და აქ არის 2003 წელს გადაღებული ფილმია და შესაბამისად არის იმ მოვლენებზე საუბარი 2003 წლამდე პერიოდს ეხება. რა იყო ეს ფილმი ისეთი, რამაც განაპირობა ის, რომ თქვენ დამთავრდით გადაცემაში მონაწილეობას? მე მართლაც ვნახე ეს ფილმი ჯერ BBC-ზე და შემდეგ რუსთავი 2-ზე და ეს არის ფილმი ენერგომაფიას და იქ რეალურად პატარა მონაკვეთში და 45 წუთიანი ფილმია, წარმოდგენილია მთელი მაშინდელი 10 წელიწადზე მეტი ხნის საქართველოს ძალიან ძიმე და ძალიან ბნელი რეალობა. და მე ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი გახსენება იყო ეს გახსენება იმისათვის, რომ მართლაც მაინც ვისაუბროთ იმაზე, რა შეიცვალა და რა სადაბრუნების საფრთხე არსებობს. და ეს არ არის მარტო ფილოსოფიური საკითხი. ეხლა ჩვენ ნახეთ ეს ფილმი, არ ვიცი თქვენც ალბათ ნახეთ დეტალურად. დავინტერესდი რა იყო ეს ფილმი, რის გამოც დაგთავრდით თქვათ მონაწილეობას. ბევრი საინტერესო რაღაცა დავინახეთ პარალელი ამ ფილმთან და შეცვლის ბევრი მომენტი. აი მაგალითად თუ დააკვირდით, ჯერ გარეგნული მხარე როგორ შეიცვალა ქვეყანა, იქ არის გადაღებული 99 2001 2002 წლებში. ერთი ხალხი შეიცვალა. ხალხი რაღაცნაირად გამოიყურება დღეს სხვანაირად, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ იგივე ხალხი ვართ, ჩვენც იგივე ვიყავით, ვიდრე მაშინ. ქვეყანა გამოიცვალა შესახედავად, იმიტომ რომ გახსოვთ მაშინ ერთი შოუმენი მღეროდა ქვეყანაში ფერებია მუქი,
და მართლაც ეს ფილმია პირველი რეაქცია გაქვს, რომ ნუ თუ მათ მარტო შავ-თეთრი კადრები აქვს. ყველაფერი არის შავ-თეთრი, უფრო შავი ვიდრე თეთრი. ეს გამოიცვალა. მე მახსოვს, რომ აი მიდიოდი ქუჩებში და მარჯვნივ მთავარ ტრასაზე, გარდა იმისა, რომ გზები არ ვარგო და იყო ძალიან უამრავი ნანგრევები. ეს შეიცვალა, მაგრამ ეს არის მხოლოდ გარეგნული მხარე. და მე მინდა რომ გარეგნული მხარე გავწიოთ ახლა გვერდზე. ახლა უფრო ღრმა შინაარსობრივი ცვლილებები რაც მოხდა, თუნდაც სტატისტიკის თვალსაზრისით, აი მაგალითად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთელი შევარდნაძის მმართველობის განმავლობაში. ქვეყნის მთავარი ექსპორტი იყო ნომერ პირველი ჯართი და ნომერ მეორე უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე. დიდი მორებით იტვირთებოდა ყოველგვარი გადამუშავების გარეშე, გადიოდა თურქეთში და სხვა ქვეყნებში. ესე იგი, რაც იყო მანამდე შექმნილი ბუნების და ადამიანის მიერ, მთელი ამ წლების განმავლობაში აი ის ჩანაგდებოდა და ის მოიხმარებოდა იმ მაფიოზური სტრუქტურების მიერ, რომელიც სათავეში მოექცა ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ქვეყანას. სტატისტიკა რომ ნახოთ, 92-დან 2003 წლამდე საქართველოში უფრო მეტი ყდებოდა, ვიდრე იბადებოდა. იყო შობადობის უარყოფითი ბალანსი. ეს არის ჯიუტი ფაქტი 2003 წლიდან უფრო მეტი იბადება, ვიდრე ყდება. ესე იგი, საქართველოს დაიწყო პოზიტიური ზრდა. 92-დან 2003 წლამდე ქვეყნიდან გადიოდა უფრო მეტი, ვიდრე შემოდიოდა. 2003 წლიდან ყოველ წელიწადს უფრო მეტი ბრუნდება, ვიდრე გადის და მათ შორის იყო წლები, მაგალითად 2006 წელი, როცა 2007 წელი, როცა 100,000 მეტი ადამიანი დაბრუნდა მეტი, ვიდრე გავიდა. მართლაც სერიოზული გარდატეხა იყო. ერთ სიტყვით, ეს არის ციფრობრივი ნიშნები და მესამე ეს არის უფრო ფუნდამენტური განსხვავება. მთლიანად შეიცვალა ცხოვრების წესი, მთლიანად შეიცვალა ჩვენი არსებობის არსებობა, შეიქმნა რეალურად, აი ესე სხვათა შორის კი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას ერთ დღეში ვერ ამჩნევ, ქართული სახელმწიფო. 500 წელი. და მე მინდა დავფიქრდეთ ამაზე. 500 წელი საქართველოს და საერთოდ კავკასიაში არ არსებობდა სახელმწიფო. ნამდვილი სახელმწიფო, რასაც ქვია იმ ეპოქებისთვის დამახასიათებელი. პირველად ამ 500 წლის განმავლობაში, ბოლო 5 წელიწადში ჩვენ შევქმნით სახელმწიფო მისი ინსტიტუტებით. ახლა გურავჩეულიშვილმა თქვა, რომ სწორი ეს უმახსოვს ეს ფრაზა, რომ თავარი მძლებარება არის შენების პროცესში და არა აშენებული თქმობაში. არ გამიგოთ, რომ თითქოს მე რამით თავს ვიწოლებდე. ეს კი შევქმნით სახელმწიფო, ეს სახელმწიფო, სადაც არის უამრავი გაჭირებული ადამიანი, სადაც არის უამრავი პრობლემა, რომლის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, რომელსაც უდგას ეგზისტენციური პრობლემები. მაგრამ თავარი ჩვენ მაინც შევქმნით და მე ვფიქრობ, ამის გაფრთხილება დღეს არის ჩვენი თავარი გამოწვევა და ერთი მეორე რაღაცა მინდა და მე გადავარჩენე კითხვას, უნდა გვესმოდეს, რომ დაბრუნება უკან არის ბევრად უფრო ადვილი, ვიდრე წარმოგიდგენია. ჩვენ ძვალბილში ქონდა გამჯდარი უკანონობა. ძვალბილში ქონდა გამჯდარი ქაოსი. ძვალბილში ინსტინქტი ქონდა თვითგანადგურების და ამით ძალიან კარგად სარგებლობდა ყველა იმპერია, რომელსაც ჩვენი მოსპობა უნდოდა, რომ ქართველები ყოველთვის საბოლოო ჯამში თვითონ გამოუტანენ თავის თავს განაჩენს, თვითონ დაინგრევენ თავის თავს. ასე რომ შეგვიძლია მიუშვათ და აუცილებლად შეჭამენ და განადგურებენ ერთმანეთს. და ეს ხალხი, ვისაც მე ვლაპარაკობ, ეს ხალხი კი ეს რაღაც გასულ საუკუნეებში კი არ არსებობდა. ეს ხალხი ცოცხალია. მათი დიდი უმრავლესობა არის აქტიურ ასაკში, მათ აქვს ძალიან დიდი ფული. მათი ერთი ნაწილი, უმეტესი ნაწილი არის რუსეთში გადახვეწილი, რაღაც ნაწილი არის დარჩენილი აქვს და რა თქმა უნდა ეს ხალხი ოცნებობს იქ დაბრუნებაში და ეს სრულიად რეალური საფრთხეა, ბევრად უფრო რეალური, ვიდრე მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახლა ავლებდით პარალელებს, ანუ მე მივხვდი, რატომ იმოქმედა თქვა ამ ფილმმა, შესაძლოა თქვენზე, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა და თქვენ საუბრობდით, თქვა რაღაც დადებით მხარეებზე, ამ ეპოქის და ამ დროის და თქვა ამბობდით, რომ თავის მოწონება არ გსურთ, მაგრამ ბევრი რამ არის, რაც გააკეთეთ, მაგრამ ისმის თქვენი კრიტიკა, თქვა ორ თვეზე მეტია, არ წყდება აქციები რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის თბილისის მთავარ გამზირზე უფრო სწორედ, და არის სულ იმაზე საუბარი, რომ თქვა როდის იქნება, ანუ ადამიანებს შესაძლოა ოპოზიციის მხარდამჭერებსაც და თქვენ მხარდამჭერებს აინტერესებთ როგორ ხედავთ ამ პროცესების დასასრულს, იმიტომ რომ სავარაუდოდ დაიღალა ალბათ ორივე მხარე, ან არ დაიღალა ეს მათი გადასაწყვეტი ნებისმიერი მხარის და როდემდე გაუძლებს ქვეყანა ამ რეჟიმს. მე პირველ რიგში მინდა კიდევ დავამთავრო რა თქმა უნდა თემა ფილმის ამოწურეთ უკვე, მაგრამ მართლა გავიხსენო რაღაც დეტალები, იმიტომ რომ ეს არის კავშირი თქვენ კითხვასთან და იმასთან. ხო, იგივე წარსულში დაბრუნების საფრთხეზე საუბრობთ. ხა მე მახსოვს კარგად თავარი განცდა, რომელიც მაშინ ჩვენ ქონდა, ეს იყო განცდა უმწეობის, აი საოცარი უმწეობის განცდა. ყველა სულ მახსენდება ნიკა ლომინაძის მაგალითი. ნიკა ლომინაძე იყო ახალგაზრდა იდეალისტი, ეკონომისტი, რომელიც დაამთავრა უნივერსიტეტი ამერიკაში,
ქონდა საშუალება რომ ქონდა მაღალი ხელფასი, ჩამოვიდა ყველაზე ბნელ წლებში, ეს ჩემთვის ეს რაღაცა ნაცნობი мотиваცია და გადაწყვიტა რომ შესულიყო და AS Telas-ის ფინანსური დირექტორი გახდა. და ნიკა ლომინაძე რა თქმა უნდა მოითხოვა ანგარიშვალდებულება რომ ყველაფერი ყოფილიყო გამჭირვალე, რათა დენი მიწოდებოდა ხალხს და ნიკა ლომინაძე მოკლეს მაშინდელი მთავრობის წევრების დახმარებით და ძალიან გავლენიანი პირის დაკვეთით და მე მახსოვს მაშინ ვიყავი იუსტიციის მინისტრი, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს ვეწყვეტ და ვიყავი 62 სკოლაში, სადაც ასწავლიდა მისი დედა. ძალიან სანდომიანი შავებში ჩაცმული ქალი, სადღაც ბოლოში იყო ეს მოგზაურობად და სხვა მასწავლებელმა თქვეს, რომ მათ უნდა მაინც იქნებ მოусმინოთ და მითხრა რომ იქნებ ჩემი შვილის სკოლელი მაპოვნიოთ და მე დავპირდი და თან ვერც დავპირდი, იმიტომ რომ მე ამის საშუალება მაშინ არ მქონდა. და რეალურად შემდეგ როცა ეს სკოლელი უკვე ჩვენი მთავრობის მოსვლისთან მეორე თუ მესამე წელიწადს იპოვეს ძალიან გავლენიანი პირი ატყლეთი ამბავი რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ყველაფერი მან იყო წყალგაუმტარი მტკიცებულები და ეს კაცი ის იხდის საჭას და ბევრი დეტალი იყო აი ესეთი პატარა დეტალები აი მაგალითად მინდა გითხრათ რომ სანდრა მე მორიგეობს ხოლმე ყოველ კვირაში ერთხელ დამწვრობის ცენტრში ეს არის პროფესიით ასევე ახლა მიიღო თბილისში დაამთავრა საექთო სასწავლებელი მანამდე ორი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული მაგრამ აქ გადაწყვიტა ტექნიკური სასწავლებლების დათვალიერება და მორიგეობს დამწვრობის ცენტრში და რასამობდა აი ამ ფილმში არის რომ ძალიან ყველაფერი ჩამოგლეჯილი ჩამოხრელი უმეტესი დამწვრობის შემთხვევები როცა შემოდიოდა დამწვრობის ცენტრში იყო განადგურებული მართულებიდან და განადგურებული გადმოყვანილი ხაზებიდან. აი ესეთი დეტალებიც კი იყო განსხვავებით დღეს და მაშინდელ შორის. რაც შეეხება თქვენ კითხვას და მე ახლა ბოდიში ვიხდი რომ ცოტა გამიგზავნა წინას პასუხი. ახლა ადამიანებს აქვთ ყველა ქვეყანაში ადამიანები გამოხატავენ პროტესტს, როცა მთავრობაში ხარ 5 წელზე მეტი ხანია შეუძლებელია რომ არ დაგიგროვდეს პრობლემებიც და ადამიანის ფრუსტრაცია ჩემი მიმართ ეს ბუნებრივია. ახლა ადამიანები და განსაკუთრებით იმ ქვეყანაში სადაც რომელიც მოდის ავტორიტარული წარსულიდან მთავრობას აკისრებენ ყველაფერზე პასუხისმგებლობას მე ეს კარგად ვიცი და დაწყებული იქნება რომ გუშინ წინ ერთხელ უსმენდი ტელევიზიით რომელიც იძახოდა რომ გლები შემოგვესიენ და ეს არის ყველაფერი სააკაშვილის ბრალი და დამთავრებული იმით რომ მართლაც ხალხს ბუნებრივად უჭერს და როცა თელი ეს წლები ადამიანი ვერ პოულობს თავისუფლად გამოსავალს ჩვენ სიგარეტებს შევამცირეთ ორჯერ და მეტჯერაც 50% იყო ეხლა დაახლოებით 25%-ია მაგრამ ეს არის უზარმაზარი ციფრი ადამიანი რომელიც თელი ეს წლები იყო მუშევარი ან დაკარგა სამსახური რა თქმა უნდა ეს ადამიანი არის გაბრაზებული ეს ადამიანი არის გაბრაზებული პირველ რიგში პრეზიდენტზე და მთავრობაზე და მე მისი კარგად მესმის ეს არის ერთი მხრივ მეორე მხრივ არის პოლიტიკოსთა რაღაც ჯგუფი და ისეთი მათ შორის ვინც ოპოზიციის ლიდერებად უწოდებს თავს, თუმცა რა თქმა უნდა ოპოზიცია მრავალფეროვანია და არსებობს სხვადასხვა მიმდინარეობები, რომლებიც ღიად ამას უჭერენ ხალხს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ როდესაც საქმე მიდის რადიკალურ აქციაზე, რა არის აქციის ყოველთვის აქვს რაღაც მიზანი. გამოდიან თქვათ, ვიღაცა ითხოვს ხელფასის მომატებას და ასაბუთებს რატო არის ასე. ვიღაცა აწყობს გაწფიცვას, ვიღაცა აწყობს თუნდაც თავრობის გადადგომით აქციას, მაგრამ ეს არის ყოველთვის იმისაც რომ გამოხატო შენი პოზიცია, მთავრობამ გაიგოს შენი პოზიცია და შემდეგ თავის დასკვნებს გააკეთოს. ეს არის როგორც გაფრთხილება მთავრობისადმი, რომ აი ჩვენ ასეთი რაოდენობის ხალხი თქვენი თუ არ უკმაყოფილო. როცა აქციის თვითმიზანი ხდება ცხოვრების გართულება. და ლოზუნგები ჩვენ ნახეთ როგორი იყო, მკვდარი ქალაქი, პარალიზებული ეკონომიკა, აღარ ჩამოუშვათ უცხოელები, გადავკეტოთ აეროპორტი, დავბლოკოთ რკინიგზა, ეს ჩვენ ყველაფერი გვინახავს 90 წლებს, იმიტომ ვიძახი, რომ იგივე მოქმედი პირები არის, ზუსტად იგივე ადამიანი, ვინც 91 წელს გადაგუკეტა რკინიგზა რუსეთს ოპოზიციის ლიდერებში გულისხმობთ ამას პრობლემას? მე კონკრეტულად ფიგური ზვია ძიძიგურმა გადაკეტა 91 რკინიგზა სამტრედიაში და თქვა, რომ რუსეთს უცხადეთ ბლოკადა, დღეს იგივე გადაკეტა თავის მეგობრებთან ერთად რკინიგზა, მაგრამ ვეღარ გადაკეტა, იმიტომ რომ ეს აღარ არის 91 წელი. ამიტომ მაგრამ ვიღაცებს შეუქმნათ დისკომფორტი და ეს იყო რომ აი ჩვენ მუდმივად იყო გამეორება რომ ეს არის გამოხატულება კრიზისის. მინდა ვთქვა რომ ვერანაირი კამერული აქციები, თუნდაც 2, 3, 4 ქუჩის გადაკეტვა და ეს მე მგონი ამაში ყველა დარწმუნდა. თუ ვისაც არ ჯეროდა ჩემი და მე თავიდან რომ ვამბობდი, მე და ჩემი თანამოაზრეები რომ ეს არც მთავრობას არც იმას აიძულებს რომ გადადგეს, მით უმეტეს ქვეყნისთვის ამ ძალიან საპასუხისმგებლო მომენტში
და ეს არც და ვერც ქვეყნის ცხოვრებას ეს ვერ მოშლის. არც ერთი მოხდა და არც მეორე. ის რა თქმა უნდა ეს ზუსტად ასე მოხდა, როგორც ვარაუდობთ. მეორე მხრივ რა თქმა უნდა ჩვენ მივედით იმ ეტაპზე, როცა ყველამ უნდა გადახედოს თავის ქმედებებს და რაღაც ახალი რეცეპტები და ახალი გამოსავალი იპოვოს სიტუაციიდან. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საუბრობდით ახლა ამ აქციების მიმდინარეობაზე და სწორედ ამ კონტექსტში მინდა გითხოთ, თქვენი ოპონენტები სულ ამბობენ, როდესაც თქვენ ესე საუბრობთ, რომ თქვენ შორის არის რადიკალურად განსხვავებული ხედვა, რომ თქვენ არ აღიარებთ პოლიტიკურ კრიზისს, რომ არსებობს ორი საქართველო, ესეთი განცხადებებიც კეთდებოდა სხვათა შორის თქვენთან შეხვედრის შემდეგ. ანუ რატომ არის ესეთი რადიკალურად განსხვავებული ხედვა, მაშინ თქვა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის და ნუ ბუნებრივია პირველ რიგში თქვენი ხედვა. ვეთანხმები მათ, რომ ჩვენ შორის არის ფუნდამენტური განსხვავებები ჩვენ შეხედულებებში, ჩვენ განწყობებში, ჩვენს მოქმედებებში, იმიტომ რომ მე ვერ დავეთანხმები რადიკალების ლიდერებს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ საქართველოს წააგო ომი, საქართველოს დაკარგა ტერიტორიები და ეს არის უიმედო ბრძოლა. იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არაფერი არ წაგვიგია, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ რა თქმა უნდა ჯერ საბოლოოდ არ მოგვიგია, იმიტომ რომ ჩვენი მოგება იქნება იქ, როცა ჩვენი საზღვრები აღდგება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მთლიანობა აღდგება. ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა, ჩვენ ამ დიდ ბრძოლაში ვიმყოფებით, ეს არის ყოველდღიური ძალიან დიდი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფო გადარჩეს და ფეხზე დადგეს, ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გამტკიცეს, ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ ყოველდღიურად ქონდეს დიპლომატიური მხარდაჭერა და გაძლიერდეს და დიპლომატიური გამარჯვება ქონდეს საერთაშორისო არენაზე, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურები, შევინარჩუნოთ საზოგადოების ერთიანობა და სიმტკიცე. ამიტომ ჩვენ ამაში ვერ თანხმდებით. ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოს აღარაფერი აღარ ეშველება, უნდა იყოს სრული უიმედობა და იმედგაცრუება. მე იმედიანად უყურებ მომავალს, იმიტომ რომ მაქვს უსაზღურო წმენდა ჩვენი ხალხის. მათ მიაჩნიათ, რომ ხალხი არის ბრმა იარაღი, ხალხი არის ინსტრუმენტი. ზოგიერთ მათგან საერთოდ მიაჩნია, რომ ხალხი არის ბრბო. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული ბრძენი, ყავს ჩამოყალიბებული ბრძენი, გონიერი, ძალიან საღადგამჟელი საზოგადოება, სხვადასხვა შეხედულებების, მაგრამ დიდი პოტენციალის და დიდი ინტელექტის და საზოგადოება ზათ არის იმისაც, რომ გამოწვევებს გაუძლოს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში კრიმინალთა ბრძოლა ეწინააღმდება ქართულ მენტალიტეტს, რომ ეს არის ყველაფერი ანტიქართულის წინააღმდეგი და მახსოვს რომ ამბობდნენ, რომ სტალინმა ვერ ამოძირკვა კანონიერ ქურდები და ახლა სააკაშვილს და მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქართველები არამხოლოდ კრიმინალები და კორუმპირებულები არ არიან ბუნებით, არამედ არიან პატიოსანი, წესიანი, შრომელი და ნიჭიერი ხალხი და ჩვენ მე მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ყველა მეთოდი დასაშვებია, მათ შორის მუდმივი ტყუილების თქმა, მათ შორის მუდმივი სიძულვილის თესვა, მე მიმაჩნია, რომ რაც უნდა ტალახი გვესვან, რაც უნდა სიძულვილი თესვა, ჩვენ უნდა ვპასუხოთ სიმშვიდეთ, აუღელებლად, რა თქმა უნდა, მტკიცე სიმშვიდეთ, მტკიცე აუღელებლობით, მაგრამ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და საბოლოო ჯამში მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით თანამედროვე ევროპულ ქვეყანად, რომ ევროპული ცივილიზაცია ეწინააღმდეგება საქართველოს ფუნდამენტურ ღირებულებებს, ისინი საუბრობენ რაღაც სხვა ქართულ ღირებულებებს, რომელიც ხშირად ერევათ საბჭოთა დროის დანერგილ კორუფციასთან, აღებმიცემობასთან, ძველ ცუდ მამლეჩვევებთან. მე მიმაჩნია, რომ საქართველოში და წამს და დარწმუნებული ვარ და ჩვენ ვართ ამ პროცესში. ჩამოყალიბდება ნორმალურ, შვიდ, კანონის უზენაესობას დაფუძნებულ, წყნარ, სუფთა სუფთას ხალხს ყველა გაგებით სუფთა სახელმწიფო აპარატის სუფთა ხუჩების სუფთა ნორმალურ ევროპულ სახელმწიფო სადაც ხალხი ცხოვრობს ბევრად უკეთესად და აი ეს რა თქმა უნდა ჩვენ შორის არის ფუნდამენტური განსხვავება მაგრამ ეს არ არის ორი საქართველო ეს არის ჩვენი ერთი ქვეყანა ჩვენი ერთი სამშობლო და როგორც ამ უნდა განსხვავდებოდა ჩვენ შეხედულებებში ოპტიმიზმის თუ პესიმიზმის დონეში ერთმანეთს დამოკიდებულებაში ჩვენ მაინც არაფერი ისეთი არ უნდა გავაკეთოთ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი შეხედულებებიდან ან ანტიპატიებიდან გამომდინარე დავაზარალოთ ჩვენი ქვეყანა. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახლა საუბრობდით ოპოზიციის ლიდერებზე ძირითადად, მაგრამ ჩვენ ნახეთ იყო 9 აპრილი 26 მაისი, ვთქვათ, გამოვიდნენ ადამიანები, ძალიან ბევრი გიო სტადიონი, ვთქვათ 26 მაისი იყო თითქმის სულ სავსე და ისინი გამოხატავდნენ პროტესტს. თქვენ როგორც პრეზიდენტს რა გიჩვენათ ამ დღემ, ანუ მხოლოდ ლიდერებზე რომ არ ვისაუბროთ და რა დგას ამ პროტესტის უკან? ვთქვათ, თქვენთვის ეს არის ხელისუფლების შეცდომები, რუსული კვალი, რაზეც სულ საუბრობს ხელისუფლება, ვთქვათ და მინიშნებებს აკეთებს თუ რაიმე სხვა მიზეზს დაასახელებთ? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე მოვისმინე ჩვენი ხალხის, მე ყველა გამონათქვამს ყურადღებით უსმენდი, მე გავიგონე ყველაფერად გასაგონი იყო, მე დავინახე ყველაფერად დასანახი იყო. და რა თქმა უნდა, ნებისმიერ გამოხატულებას აზრის იქნება ეს ცალკეული ადამიანის ტელევიზიის გამოჩენით და მე ბევრად მეტ ადამიანს ხედავ ტელევიზიის გარეთ და ხშირად ტელევიზიის გარეშე ვხვდები მათ და დამთავრებული მრავალრიცხოვანი მიტინგებით, რა თქმა უნდა, მე ამ ხალხს დიდ პატივს ვცემ და ამ ხალხის ას უწევ დიდ ანგარიშს.
მეორეს მხრივ უნდა გვესმოს რომ რა თქმა უნდა არის სხვადასხვა ხალხი. კიდევ ერთხელ მე ვფიქრობ დიდი გაჭირვება საზოგადოებაში, დიდი გამოუვალობის გზნობა, განსაკუთრებით ომის შემდეგ, ჯერ ომის შემდეგ პირველმა ტალღამ დაგვარტყა, მე მსოფლიო კრიზისმა საერთოდ ეს ყველაფერი გააღრმავა. მე ამ აქციებმა კიდევ უფრო მეტი ლახვარი ჩასცა ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას, თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში და ეს ყოველი რამე არის დაკარგული სამუშაო ადგილი, უიმედოდ დარჩენილი ქართული ოჯახი. მე ვიცნობ ასეთ ოჯახებს, როცა სიტყვაზე ერთ ჩემ მეზობას ბავშვი ყავდა ასწავლიდა დაანონდა რომ კარგი ბავშვი გაიზარდოს უნდა რა თქმა უნდა ასწავლიდა ინგლისურს, ფრანგულს, ცეკვაზე დაყავდა იქ რაღაც სხვა სტრესში კიდე და ერთ ჩვენიერ დღეს იმის გამო რომ მამამისის ქათმის ბარკლის დისტრიბუციის ბიზნესი ჩამოიგრა კრიზისთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ეს ბავშვი გამოიყვანეს ყველაფრიდან და დაჯდა სახლში. ეს რა თქმა უნდა ტრაგედია, ეს მარტო შიმშილის პრობლემა კი არ არის. შეიძლება შიმშილით არ შიმშილობდნენ, მაგრამ აი თუნდაც ასეთი, აი როცა უკვე წამოვიდა ოჯახი რაღაცა პერსპექტივა გაჩნდა, შენ საკუთარ ბავშვის სწავლის ფული აღარ აქვს. და არის ადამიანები, ვისაც ფიზიკურად შიმშილის პრობლემაც არსებობს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს საკითხი არის და ზოგიერთ ბევრი ადამიანი ეს ადამიანი თუ ადანაშაულებს თავრობას, ესეც თავისთავად გასაკვირი არ არის. მეორე ჩვენ არ უნდა მაინც არ უნდა ჩამოვაფასოთ ეს განწყობა, ეს არის ის რომ შეიცვალა ცხოვრების წესი. და როცა ჩვენ ლაპარაკობთ კანონის უზენაესობაზე, კანონის უზენაესობა ლამაზი სათქმელი სიტყვა, მაგრამ რეალურად კანონის უზენაესობა ეს არის პირველ რიგში მათ შორის დისკომფორტის შექმნა ძალიან ბევრი ადამიანების. როცა ადრე ისეთ ვთქვათ დაიკჭერდნენ შენ შვილს რაღაცის ვთქვათ ნარკოტიკების გაყიდვისთვის და ყოველთვის შეიძლება სამე დაგერეკა და ეს გამოგეყვანა. ეხლა ეს აღარ არსებობს. როდესაც უნივერსიტეტში ყავდა ნაცნობი ან რომელიმე სხვა ინსტიტუტში და მოაწყობდი შენ შვილს, ეს აღარ არსებობს. შეიძლება შენ პირდაპირ უნივერსიტეტის მეორე მხარეს ცხოვრობდე და ვიღაც ორნიდან ჩამოსული ახალგაზრდამ დაიკავა ის რაც შენ გეგონა რომ შენი კუთვნილი ადამიანია, ადგილია, შენი ბავშვი არ მოხდა, არ მოხდა ქალაქის მეორე მხარეს უფრო ნაკლებად პრესულ სულ უმაღლეს სასწავლებელში. რა თქმა უნდა, ამის გამო შეიძლება იყოს გაბრაზებული. ხა მე ყავს მაგალითად ნაცნობი, რომელიც მუშაობდა სრულიად უაზროს სახელმწიფო დაწესებულებაში, უბრალოდ შტამპებს უტყავდა ექსპორტზე გასასვლელ პროდუქციას და თვეში ქონდა $40,000 მარცხენა შემოსავალი. აწყობილი ქონდა ცხოვრება. ეს უცხოელად ხლიანად გავაუქმე ჩვენ. რა თქმა უნდა, ამაზე რა უნდა შევთავაზო ამ კაცს, რომ კმაყოფილი იყოს ცხოვრებით და რა თქმა უნდა, ის დადის ყველა მიტინგზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერათ იცის, რომ მე და ჩემი ოჯახი მათი მტრები არა ვართ, რომ კორუფციაში ჩვენ არანაირად არ ვართ გარანტი, ყოველდღე უყურებს ჩვენ როგორ ცხოვრობთ, ხო? მაგრამ დადის მიტინგზე, იმიტომ რომ მან დაკარგა. მას უკვე მორგებული ქონდა ცხოვრება ამ უკანონობაზე, თელი თავისი მომავალი აწყობილი ქონდა ამ უკანონო და უსამართლო სისტემაზე, რომელიც ხო, რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის უკმაყოფილო და რა თქმა უნდა, მე კარგად მესმის 40,000-ზე მეტი, 50,000-ზე მეტი ადამიანი პროკურატურიდან, საბაჟოდან, საგადასახადოდან გაუშვით ჩვენ სამსახურიდან. სწორი იყო ეს? აბსოლუტურად სწორი იყო. აბსოლუტურად სწორი იყო, მიუხედავად ისა, რომ ეს მათ ყავთ ოჯახები, შვილები, მშობლები სარჩენილი. რა თქმა უნდა, ტრაგედია, როცა მით უმეტეს ადამიანი უკვე დადასულ ასაკში და სხვა არაფრის კეთება არ იცის, თუ არა ყველა რაღაციდან წირია იყო და მე ეხლა პრაქტიკულად არის ზოგიერთი მათგანი, ხა ბევრი მათგანი წამოყვაფული, ეს არ არის საიდუმლო. მიტინგებზე ბევრი მათგანი დადის ბოლო მოდის ჯიპებით მაინც, მაგრამ ხა განცდა იმისა, რომ ბევრი რაღაც დაგაკდა, არის ამიტომ ეს არის მეორე კატეგორია ხალხის. ასე რომ ამ მხრივ მე არაფერი არ მიკვირს, მაგრამ ამ ხალხსაც უნდა უსმენო, ამ ხალხსაც უნდა დავუმარტოთ. ამ ხალხსაც მიუხედავად რომ შეიძლება ჩვენ ვერ შევთანხმდეთ და მე მიმაჩნევ მე სწორად მოვიქეცეთ, მაგრამ მათ მიაჩნიათ რომ ეს არ არის ყოფილად მართლებული, ჩვენ მაინც რა თქმა უნდა რაღაცა საერთო სქემებზე უნდა შევთანხმდეთ. უცხოელ მკითხეთ უცხოელ კვალზე, ხო რაღაც? ხო, რუსულ კვალზეც კითხეთ, ანუ ამას ხედავს, რომ მინიშნებები სულ კეთდება. პარლამენტში იყო დიდი ამბავი ამაზე ვადენები თვალყურს. ხა მინიშნებების გარეშე და ყოველგვარ მიკიბოგების გარეშე მე გითხათ, ხა მე ნამდვილად ვერ დავადებ ხელს, თუმცა ინფორმაციები გვაქვს და ეს კიდევ ერთხელ, მაგრამ ეს არ არის ჩემი საქმე რომ თქვა, რომ ეს არის აგენტურა, ეს არის ძველი აგენტი, ეს კგბ-ს დროს დაავერბრუკებს, ეს ეხა დაავერბრუკებს. ეს არ არის ჩემი საქმე, იმიტომ რომ მე რაღაც ინფორმაციები კიდევ ერთხელ მე ჩვენ გვაქვს, მაგრამ ეს არის კი საბოლოო ჯამში სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოს ფუნქცია, დიდი წინ დაუხედაობა იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან ამაში ჩარევა. მეორე მხრივ, როცა ისმის გამონათქვამები და ტელევიზორული ისმის გამონათქვამები. ყველა უცხოელი ელჩი არის ფლიდი, გარეწარი, გაფუჭებული და აშენებ. ამერიკის ელჩს ხელები აქვს გათხრილი სისხლში. რომ საქართველოს დაიწყო ომი და დაესხა მძინარე ქალაქ ცხინვალს. ამავე დროს იგივე ხალხი, ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მათგანი იძახოდა, რომ რუსეთის საელჩოს დაზვერვის უფროს ეძახოდა მაესტროს და თავის მეგობარს. ისმება კითხვა. გეცნობათ ალბათ ეს გამონათქვამი. ვის ინტერესებს გამოხატავენ ეს ადამიანები. აქედან ჩვენ გვყავს გონიერი საზოგადოება,
და ყველამ თავის დასკვა გააკეთოს. თქვა ამ კაცმა მედვედევმა, რომ ჩვენ საქართველოს გვინდა რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ გვინდა ისეთი ხელისუფლება საქართველოსი, რომელიც ერთის მხრივ უარს იტყვის სამუდამოდ რეალურად დამოუკიდებლობაზე, იმიტომ რომ არასდროს აღარ შევა არც ერთ ბლოკში, არც სხვას არავის არ დალაპარაკებს ჩვენ გარდა და მეორეს მხრივ ცნობს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს როგორც დამოუკიდებელ ქვეყნას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ თხილად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რა თქმა უნდა ყველაფერი რაც ჩვენთან ხდება, ეს არის პირველ რიგში ჩვენი საქმე, ჩვენი თავი ჩვენად ვიგვეყუდნის, მაგრამ ამ დროს უნდა გვესმოდეს, რომ აქ არის დიდი პოლიტიკა, აქ არის ძალიან დიდი ძალები ჩარეული, რომლებიც უკან არაფერზე არ დაიხევენ თავის მიზნების მისაღწევად. ჩვენ აქ მათ წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ, უფრო მეტად შეზღუდულები ჩვენ არ უნდა ვიქცეთ რაღაც ჩაკეტილ თავრობათან ჩაკეტილ ქვეყანას ღმერთმა დაგვიფაროს ავტორიტარულ რეჟიმად, რომელიც იტყვის, რომ ეხლა ჩვენ გვესხმიან თავს, ამიტომ აღარაფერზე სხვადასხვა აზრის მოსმენ არ მინდა, მოდი ეხლა დავირაზმოთ, ვინც არ დაგვეთანხმება, ყველა არის აგენტი, მტერი დავიჭერთ და შემდეგ სისულელია ეს ყველა. პირიქით, ჩვენი დაცვა არის დემოკრატიაში, თავისუფლებაში, გახსნილობაში, იმიტომ რომ თავარი ჩვენი დაცვა არის ჩვენი ხალხის სიბრძნეში და ერთიანობაში. შარშან როცა რუსეთმა დაგვიწყო დაბომბვა, ჩვენმა ხალხმა აჩვენა წარმოუდგენელი გმირობის მაგალითები. და ეს იყო ყველაზე ნათელი ინდიკაცია თემი მსოფლიოს და თითოეულ ჩვენგანისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა იცის მართლის და მტკვარის გარჩევა და ამ ინტერესებსაც გაფილტრავს და შეენოთ გაარჩევს. მე ამაში ვარ დარწმუნებული, უბრალოდ უნდა სულ ველაპარაკოთ, აუხსნათ და ინფორმაცია უნდა გქონდეს ხალხს და ესეც თქვენი და ჩვენი მოვალეობა რა თქმა უნდა. გასაგებად და პრეზიდენტო, ამ აქციების ფონზე, როდესაც მიმდინარეობს მიტინგები, სულ არის საუბარი ორმხრივ ძალადობებზე. ანუ ერთი, ვთქვათ, ჩვენ ნახეთ ეს დეპუტატებზე შეტევა, რაზეც ხელისუფლების მხრიდან გაისმა საკმაოდ სერიოზული კრიტიკა და თქვათ ეს გასაგებად, რომ არ მგონია ადამიანი არსებობდეს, ვისაც მოწონს ეს ძალადობა, მოქალაქეებს გულისხმობ, მაგრამ რა სიტყვით იმაზე, როდესაც სულ არის საუბარი ოპოზიციის აქტივისტების და მხარდამჭერების მისცემების ფაქტებზე, დაკავებებზე, ჩვენ ნახეთ იგივე დასესხლერებული ლიდერები მე-20 მაისის ინციდენტს გაგახსენებთ, თქვათ იგივე ხა ბოლოს საავადმყოფოში მოხდა დაშავდნენ ჟურნალისტები. ამაზე რა პასუხს გასცემთ, თქვათ, თქვენს ოპონენტებს, რომლებიც მუდმივად საუბრობენ ამ ძალადობაზე? პირველ რიგში, როცა ვლაპარაკობთ უთანხმოებებზე, ერთი უთანხმოება მინდა დავამატო, რაც არის ფუნდამენტურად, რომ ჩვენ ოპონენტებს, რადიკალურ განსაკუთრებით ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ახლა საქართველოში არის მეტი უსამართლობა, ვიდრე იყო 5 წლის წინ, როცა არის გადაღებული ეს ფილმი. ეს არის ძირშივე არასწორი. მე კარგად მახსოვს, რომ 5 წლის წინ ყოველ ნაბიჯზე ინსპექტორი გვართვოდა გრთამს, ყოველ ნაბიჯზე. 5 წლის წინ ხალხი ცვიოდა ყოველ კვირა თითქმის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-6 და მე-7 სართულიდან. 5-6 წლის წინ ყოველდღიურად ცემდნენ პოლიციაში და პოლიციაში რო დარეკ ჩემმა ერთმა მეგობარმა დარეკა პოლიციაში და მანქანა წაიყვანეს და 16 და 18 მანქანა მიყავდა. მე რო გავხდი პრეზიდენტი პირველ კვირებში სტატისტიკა ქონდა 16 და 18 მანქანა. ყველა მხრიდან ეს მესმოდა ჩემი მანქანა წაიყვანეს ჩემი და ჩემ მეგობართან წაიყვანეს მანქანა და დარეკა არაყიშვილის ქუჩაზე ვაკის პოლიციაში და იმათ მიცეს კრიჩი მჯდომი კანონიერ ქურდი ზვიადის მობილურის ტელეფონი და ურჩიესო დაერეკა ზვიადთან და ზვიადი დააბრუნებებდა მის მანქანას და ტელეფონი არ არსებობდა. ტელეფონი არ არსებობდა, სადაც პოლიციას დარეკა 022 ესე ტელეფონი აღარ არსებობდა. ანუ და ნაცნობთან დაგერეკა, როგორც არ არსებობდა სასტრაფოს ნომერი, მანქანას რო ჩემ ნაცნობს დაარტყა მანქანა, იწვა იქ ორივე ფეხი ქონდა მოტეხილი და სასტრაფო გამოიძახეს კერძო სასტრაფო, იმიტომ სხვა არ არსებობდა. კერძო სასტრაფო კითხე კი წაგიყვან თუ ახლა გენაცვლება, ფული თუ გაქვს დასაყვე. ამას კიდე კაი რომ თავი წამოყო და უთხრა, რამდენი ადამიანს შეიძლება მილიონერი ყოფილიყო და იქ მომკვდარიყო ისე რომ არავის არ წაიყვანა. ასე რომ ეს იყო განსხვავება ამ ორ შორის. ახლა როცა ვლაპარაკობთ დღევანდელ სიტუაციაზე, ამიტომ მაგრამ ჩვენ არ უნდა ვურიოთ ზოგადი უსამართლობა და რა არის ძალის გამოყენების საშუალება. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ ერთადერთ ორგანოს აქვს ძალის გამოყენების მონოპოლი. ეს არის პოლიცია, სამართალდამცავი ორგანიზაცია. მაგრამ საუბარია გადამეტებებზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთ პლანზე დაყენება პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის და ქვების სროლის დეპუტატებზე, იქ გზების გადაკეთება, როცა ვიძახენ, ჩვენ მშვიდობიანი აქცია გვაქვს. დეპუტატებს არ უშვებთ პარლამენტში. მშვიდობიანი აქცია გვაქვს, რკინიგზას ვკეთავთ. არაფერი მშვიდობიანი ამ აქციებში არ არის. შეიძლება ქვაც არის სულობა, იქ რო დაწექი რელსებზე, ეს უკვე არის პირდაპირ დანაშაული მიმართული მოქალაქეების საკუთრებისადმი, იმიტომ რომ რკინიგზაზე დადის საკუთრება ხალხის, იმ საკუთრებიდან იხდის გადასახადებს, იმ გადასახადებს ჩვენ ვხდით პენსიონერებს პენსიას, მასწავლებლებს ხელფასს, ჩვენი ბავშვები სწავლობენ იმ ფულით ხდება ელექტროგადაცემის ხაზების გაყვანა განათეს ქვეყანა. ეს სიტყვით ეს არის სახელმწიფოს ნაწილი. როცა შედის წვევი, შენ ახორციელებ უკვე ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუნდაც არაფერი არ ისროლა და არავის არაფერი არ ჩაარტყა. და როცა პირიქით ტელეკამერების წინ პოლიციელს ზურგში დანასურთხავ, რაც გუშინ წინ გადაღებული ძველი კადრები, ეს არის პირდაპირ ეს ერთი. მეორე
და ამიტომ როცა ამიტომ ამ ორის გათანაბრება არ შეიძლება. ეხლა გუშინ წინ მოვისმინე ერთი რადიკალი ეს აქტივისტი იძახო და დააკავეს ძიმე დანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი ადამიანი. ნუ ცდილობდნენ ამის პოლიტიზაციას და თქვენს რომ პოლიცია ღამე მას დაესხა თავს და გაიტაცა ეს ადამიანი. ეს არის იმ ადამიანის გამონათქვამი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის სახელმწიფო, რას ნიშნავს პოლიცია დაესხა თავს. პოლიცია მივიდა კრიმინალის სახლში. რა თქმა უნდა, ბევრი მივიდა ალბათ, რა თქმა უნდა, წინასწარ არც კი გააფრთხილეს, რა თქმა უნდა არ გააფრთხილეს, იმიტომ გაიქცეოდა. შგააღო კარები და როგორც ყველგან გინახიათ ფილმებში და ყველგან აქ ალბათ ფეხი არ შემიმტრევიათ, მაგრამ ამერიკაში პირდაპირ შეამტრევდნენ და შევიდნენ ავტომატები ხელში და დააწვედნენ ყველა იატაკზე, ეს მიდახავს ტელევიზიით და ცხოვრებაში, იმიტომ რომ სტაჟირებას გავდიოდი იქ, როცა იურიდიულზე სწავლობდი და გადაუგრიხავდნენ ხელებს და წაიყვანდნენ. ეს თავდასხმა კი არ არის, ეს არის დაპატიმრება და კანონიერი წაყვანა და არა გატაცება. მაგრამ ნუ კარგი, ეს არის ხალხი, რომელსაც არ ესმის ეს ტერმინოლოგია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გამარტო. ხა თქვენ აუთ რომ მართლაც იყო გადაჭარბული. მე ამაზე ვცდილობ ვისაუბრეთ თუ გახსოვთ ნინო ამის. დიახ, მახსოვს თქვენი გამო. ესე იგი, ჯერ ერთი მინდა თქვა რომ ძალადობა იყო და იყო ფაქტები რომ პოლიცია უბრალოდ ხალხი ვიღაც სხვა შეხედულების ადამიანიც თავს ესხმოდა და რამდენიმე დღის წინ მაგალითად კანცელერიასთან იყო სახელმწიფოსთან და ვიღაცები შეეტაკენ თქვათ იგივე იქ სრულიად უკანონოდ გალიებში მჯდომ ადამიანებს, მაგრამ კანონის განხორციელება არ არის მოქალაქის პრეროგატივა და ეს ადამიანები იქნენ დაკავებული, იქ მანქანით დაეჯახა ვიღაცა და ძალიან ამაზიანი სურათი იყო, მართლა გაუბედურებულ ქალბატონებს, აი გულის ამრევი იყო მართლა რა და კიდევ კარგი რომ ეს ეგრევე დაიჭირეს და ახლა რამდენიც ვიცი დაპატიმრებულია. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სულ ერთია შენ ამ პოლიტიკური პლატფორმის სახელ თუ იმის ორივეს დააკარგა. ეხლა პოლიციელებზე გეტყვით. ეს გამოუძიებელ ფაქტებზე რადგან გამოუძიება სადაც არის. სწორედ იმიტომ მოგიყვანეთ, რა თქმა უნდა, თქვენ თუ ამჩნევთ ადრე თუ გვიან ჩვენ ყველაფერს ვიძიებთ. და ადრე თუ გვიან და მე ადრე ვიდრე გვიან თუ რაღაც რეალურია ტყუილი არ არის ყველაფერს თავის სიმართლე იპოვება და ყველა პასუხს აგებს. ჩვენ სახელმწიფოს არ აქვს არანაირი აუცილებლობა და მით უმეტეს პოლიტიკურ მიზნებით რაღაცა ჯგუფების გამოყენებს. ამის არც აუცილებლობა არ არის და ეს ეკრებოდა ყველა ჩემი პრინციპის წინააღმდეგ. და როგორც კი ასე ჯგუფებს შექმნით და იწყებთ მასთან მოქმედებას, აი როგორც ხედრიული ყავდა შევარდა და შემდეგ. იმ წუთშივე სახელმწიფოები რომ გეშლება, თავაერად ჩვენ დავაშევთ. ამიტომ ამაზე ილუზია არავის არ უნდა გქონდეს. რაც შეეხება პოლიციის ქმედებს. ახლა თქვენ იცით რომ აი როცა პარლამენტზე იყო შეტევები და იქ რაღაცებს შიგნით რაღაცებს ისროდნენ, პარლამენტის შიგნით არის სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებული და ამ დროს რა ხდება? ეს არის სოფლიო სტანდარტი, ეს ხალხი უნდა გამოიცვალოს 1 საათში ერთხელ. და რატო? იმიტომ რომ 1 საათის განმავლობაში დგას ეს ბიჭი, ნუ ახალგაზრდა ბიჭი. და მუდმივად ესმის გინება, ფურთხება, სიტყვიერ კი არა, პირდაპირ ფურთხება ხშირ შემთხვევაში, რაღაც სხვა რაღაცეების სროლა. და 1 საათს ადამიანს შეუძლია გაძოს და თუ უყურებთ ტელევიზორში, აი ეს მართლაც განან ესეთ გაუმძლეველი სახით, მე არ მინდა თქვა რომ შიშის თვალებით, იმიტომ რომ ესენი ყველანი ძალიან მოაზროვნე ბიჭები არიან, მაგრამ აი ეს ძალიან ესეთი სწორი მზერა აქვთ და არ იმჩნევენ ამას, მაგრამ მე მომიყვა ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც მე დროს პარლამენტის ფანჯი დავუყურებ, მე დროს პარლამენტის ეზოდან არის, ხო? უკან რო შედის, ამ დროს აქ საშინელი აგრესია ამას. და მაგალითად ერთ სპეცნაზელი ასე კედელს მიეყოდა პარლამენტის შიგნით და ესე ხელს ურტყავდა ეს გამწარებისგან. იმიტომ რომ ბევრი გინება მოისმინა. მეორე ნაგვის ყუთი აიყო ესე და ესე დააღწვა. და მე გიყვებით სიმართლეს, ეს ნორმალური აქცია, ეს იმიტომ კი არა ეს რაღაც მხეცია. ყველა ნორმალური ადამიანის აქცია. პირიქით, ეს კიდე რო ცოტანი აკეთებენ ამას, ეს სამნიშნავია. ხა როცა პოლიციის სამმართველოსა მიდის ორი თქვათ ეჭმიტანი მეგაფონებით პოლიციელებს, რომელიც ღამე მოისხსნენ ახალგორის სმენიდან, სადაც ყოველ წუთიერად რისკავენ თავის სიცოცხლეს. ბოლო თვეებში მინდა შეგახსენოთ 12 პოლიციელი იქნა იმ ხაზზე მოკლული. და ამას ეძახის კრიმინალებს. არ უნდა გაგვიკვირდეთ, რომ ორთვიანი კრიმინალების, ბანდიტების რაღაც ახლის პირობებში ამ ხალხს მოვიდეს ზედმეტი. და ეს მოხდებოდა აქაც და მოხდებოდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ანუ საუბრობენ ხოლმე რომ პოლიტიკური პოლიცია არ უნდა მივუყაროთ პოლიცია ამ მდგომარეობაზე. თუ არ გვინდა რომ პოლიცია იყოს პოლიტიზირებული, მუდმივად არ უნდა გაემიჯნო პოლიციას და მუდმივად შენ როცა ქუჩიდან ეძახი მას კრიმინალს, ასეც ისეც ადამიანს, რომლის გამო დანაშაულის დონე სამჯერ შევცილდა. ადამიანებს, რომლის გამო დღეს საქართველოში მანქანებს და ადამიანებს აღარ იტაცებდა. ადამიანებს, რომლის გამოც რეალურად აღარ გვეშინია ბავშვის გაშვება ქუჩაში, ქალიშვილის და მეუღლის საღამოს რო აგვიანდება, ანუ არ არის გული კარგი სკდება, რომ რაღაც არ მოუვიდეს. ამ ადამიანებს, როცა დღე და ღამე ლანძღავ,
საფრთხე იმისა, რომ მათ მოუვიდათ გაუცხოება იმ ხალხისგან, ვინც ლანძღავს, არის ძალიან მაღალი. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ყველანაირად შევეწინააღმდეგებით და ამ ხალხსაც არ განცდა, რომ ისინი იცავენ თელ საქართველოს, ისინი იცავენ საზოგადოების წესრიგს, არა ცალკე აღებული პრეზიდენტისთვის, არა ცალკე აღებული ministrისთვის და მინდა გითხრათ, რომ ყველა გამოკითხვაში პოლიცია ბევრად უფრო პრესტიჟულია, ბევრად უფრო მეტი ხარდაჭერა აქვს საზოგადოების 87 თუ 88% შვეიცარიაში, შვედიაში ასე დრო. ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოს საქართველოში. ხალხი ასხვაებს. პოლიტიკა არის ერთი, პოლიცია არის მეორე, მაგრამ შენ თვითონ არ უნდა გააუცხო პოლიცია. კარგი ვთქვათ, მრავალი შეგონების შემდეგ და გაკვირვების შემდეგ, რომ ეროვნული დროშები ამ რადიკალების აქციებზე არ იყო, ვიღაცა მოიფიქრა ჭკვიანმა იქაც ალბათ და ეხლა ეროვნულ დროშებს იყენებენ. მაგრამ მარტო დროშის გამოყენება არ გვარა. უნდა ამ სახელმწიფოს თავარ საყრდენებს გაუწიო ანგარიში. არ შეიძლება თავარ ინსტიტუტებს მუდმივად ებრძოდა, მუდმივად ტალახში ათრევდა, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას აზარალებს და არა ცალკე აღებულ მთავრობას და მე ეს არის ჩემი უბრალოდ მეგობრული რჩევა ყველასადმი და რაც შეეხება გადამეტებას მე ხო მოისმინეთ რომ თქვი ამის შესახებ სხვა შორის იქ რამდენიმე ადამიანი საყვედური გამოცხადა 1-2 დაქვეით რა და ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევები ჟურნალისტები ჟურნალისტებს ზოგ ერთმა დააგდო კამერა ერთ წაართვეს თუ რაღაცა ამიშობა წაართვეს თუ დააგდო არ უნდა ჩააგდო ესეც სიტუაცია თუნდაც ყველაზე მიყვარული ჟურნალისტი მაგრამ ხო დააკვეთ რა მოხდა ამის შემდეგ კამერების დაუბრუნეს და ყველა მათ მიერ გადაღებული მასალა ყველა მათ მიერ გადაღებული მასალა არაფერი არ მოუჭრიათ არ დაუბალიათ ასე რომ ესეთი მაგრამ კიდევ ერთხელ მე მინდა ყველამ გაიგოს ტექნოლოგია რა არის ამ ყველაფრის უკან კარგით, ჩვენ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროზე პოლიციაზე ვსაუბრობდით და გამახსენდა სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება მინდა ვახსენო, ანუ თქვენი შეთავაზება უბრალოდ, როდესაც თქვენ შეთავაზეთ პოსტები ძალოვან უწყებაში და ერთადერთი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დათანხმდა ამ შეთავაზებას, მაგრამ ის დღემდე მას არ დაუკავებია ეს პოსტი, ანუ რატომ ესეც მაინტერესებს და თუ აპირებთ რაიმე ახალი შესთავაზოთ ოპოზიციას იმ ფონზე, როდესაც თქვა უარი ითქვა სხვადასხვა ამ თქვენს იგივე 5 პუნქტიანი შეთავაზება იყო ეს პოსტები უშიშროების საბჭოში მუშაობა და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ჩვენი საუბარი დიალოგს იყო ძალიან სერიოზული და ეს სახუმარო და ასაგდელი თემა არავისთვის არ არის და მე რასაც ვამბობ იმას ყოველთვის ვაკეთებ, რასაც პირდები ყოველთვის ვასრულებ. ეს არის პირველი პრინციპი ჩემი ცხოვრებისეული და ალბათ იმ მეგობრების, რომელიც ჩემთან ერთად, ჩემ თანამებრძოლების, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობენ, რომ ჩვენ ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, მაგრამ ეს იყო კონკრეტული შეთავაზება, რომ მოდით ერთად გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე. ნუ გონია რომ ეს არის სხვისი ქვეყანა. ნუ მოქმედებთ პარტიზანის პრინციპით, რომ გადავწყვეტ ყველაფერი ავაფეთქოთ, გავაზიანოთ, გაგვიხარდეს მაგალითად რომ სოფლიო თქვას რომ საქართველოს დაიწყო ომი, თვითონ შეიძლება ომი დაიწყო საკუთარ ტერიტორიაზე და ყველამ ძალიან კარგად იცის როგორ გადაფარებული ვიყავით ჩვენ ოსებზე. როგორი სიყვარული გვაქვს და გქონდა ყოველთვის ეთნიკური ოსების მიმართ და ამორალური ლაპარაკი იმის შესახებ იგივე ხალხის მხრიდან რომელიც იძახოდა რომ ზედმეტად გვიყვარს ოსები რომ ჩვენ დავიწყეთ ომი იმიტომ რომ ამის იმედით რომ ეხლა კარგი თუ ჩვენ მამულჩევმა არ გადააყენეთ სოფლიო ჩამოვიდეს ამას წინათ ერთმა მოღვაწე მოუწოდა გამოდიოდა საფრანგეთის რადიოთი და თქვა რომ მე მოუწოდებ სოფლიოს რომ გაანთავისუფლოს საქართველოს სააკაშვილისგან მოდით აი გავანალიზოთ რა არის მოწოდება 2-20 სიტყვით ეს არის ძალიან კონკრეტული რომ შენი ქვეყანა რომელიც ოკუპირებულია რუსების ტანკების მიერ. კი არ მოუწოდებ, რომ გაგონთავისუფლოთ რუსი ტანკებისგან, დამპყრობლებისგან, ხალხისგან, ვინც ფეხქვეშ თელავს ჩვენ ღირსებას და გამოყრილი ყავს 9 მილიონი ჩვენ თანამემამულე, არამედ გაგონთავისუფლეთ სააკაშვილისგან. თან მოუწოდებს არა ევროპას და ამერიკას მარტო, ან ჩინეთს ვთქვათ, არამედ სოფლიოს და სოფლიოს 1/6 არის რუსეთი. და კონკრეტულად ეს ითარგმნება ჩემი განმოსახედიდან, გინდა საფრანგეთში გითხოვს ეს და გინდა გაზეთი პრავდისთვის მოწოდებათ რომ მოდი რუსეთო გაგვანთავისუფლე. მე სხვა ახსნა ამისი არ მაქვს. და ეს და როგორია რომ მოხვალდა, კაი, გაგვანთავისუფლა სააკაშვილისგან და შენ ქვეყანას რა მოვა ამის შემდეგ, ამაზე რატო არ ფიქრდები? მე მოესმეს აი მაგალითად ეს მირჩხულავი, რომელიც ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირია, 150 ლარიანი მინისტრი, რომელიც მართლა ყოფა უტირა საბოლოოდ ჩვენ ენერგეტიკას. მირჩხულავა იძახოდა სრული სერიოზულობით ამას წინათ რომ და ეს რომ რა მოხდა რუსების შემოვლენა 2 კვირა იქნებოდნენ აქეთ-იქით ივლიანო და მე წავლენ დიდი კი არაფერი კომენტარი საათებს შემოიღებანო აქ ამათ ყველას დაიჭერენ რომ გამოხშირავენ და მე ყველაფერი გაგრძელდება ძვლებულად აქ ესეთი წარმოდგენა შეიძლება გქონდეს მეორეს ჩვენ უნდა ავიღოთ ყველამ პასუხისმგებლობა რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ უყურებდით ერთმანეთს კიდევ თუნდაც ჭუჭრუტანაში როგორ ტერი და სამიზნეში და ამისათვის საბოლოო ჯამში მთავრობა გადანაწილეს ამისთვის უნდა იფოხდეს არჩევნები იქნება მომავალ წელს ადგილობრივი და ამის შემდეგ როგორც არის ვადით საპარლამენტო და საპრეზიდენტო მაგრამ
მისაც რო არჩევნები ჩატარდეს, არ უნდა იყოს გაუცხოები და როგორც სპეციალური ორგანიზაცია ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვერ განმოგაბარებთ, იმიტომ რომ ამისთვის არჩევნებია საჭირო, მაგრამ მოდით თქვენც რაღაც პასუხისმგებლობა აიღეთ. აღინიშნოთ მოადგილეებს, სხვა თანამდებობის პირებსაც ალბათ და მიიღეთ გამოცდილება. მე სანამ მე ვიყავი ოპოზიციაში, მაგრამ ოპოზიციამდე სანამ ვიყავი მინისტრი ვიყავი, იქ საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, დეპუტატი ვიყავი, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იყო ნამუშევარი, უკვე ჰქონდათ გამოცდილება. ეხლა როდესაც ადამიანი მოდის და არც არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ესე იგი არ ყოფილა არც არჩევნებში და მე 4-ჯერ თუ 5-ჯერ ვიყავი არჩეული პარლამენტში, ნუ ეხლა ნამდვილად არ მინდა რომ ეს რაღაც კრიტერიუმები იყოს, შეიძლება სხვანაირად გზაც განდოს, როცა არც სერიოზული პასუხისმგებლობა არ აგიღე, როცა ხალხს არ უნახია შენ რა შეგიძლია. ეს არის პრობლემა. და მეორე მხრივ თუ უკვე რაღაცაში გნახა და შეუძლია გენდოს, არც გადანაცვლება არ არის მტკივნეული და არც რადიკალური ყევებს ეს ქვეყნისთვის არ მოიცავს. ამიტომ უთხარით, მოდით შემოდით ახლა. ეს არ უნდა იქნას გაგებული ისე, რომ შენ დილას იქნები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და გარეთ გააგრძელებ აქციებს, დესტაბილიზაციას, გადაკეთებას, ქვების სროლას, პოლიციისთვის კრიმინალის ძახილს და შიგნით შემოიპარე უბრალოდ იქიდან და იქიდან გაკ როგორც ციხეში რომ შემოიპარე ციხესიმაგრეში და იქიდან კარების გაღებას ცდილობ და იქიდან შიგიდან ახლა დესტაბილიზაცია. ესე არ გამოვა. ანუ ეს მის სანაცვლოდ იყო თქვა სანაცვლოდ არა, ეს იყო ნაწილი დიდი პაკეტის. გვინდა სერიოზული ლაპარაკი. ჩვენ ვართ გზად სერიოზული ლაპარაკისთვის. ჩვენ ვართ გზად სერიოზულობისთვის. და თუ გვინდა ეს არასერიოზულად, ჩვენ არასერიოზულად საქმეებში არ მონაწილეობთ. ეს ერთი. მეორე, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა დიალოგისთვის არის დიდი შესაძლებლობები. ახლა მე მაგალითად მიმაჩნია. კიდევ არის უკაცრავად იცით რა მინდა ჩაგეკითხოთ, აი ამ დიალოგზე სულ იყო საუბარი და მე უბრალოდ მაინტერესებს ეს მეორე რაუნდი. თქვენ კიდევ მოიწვევთ, მოკლედ თქვენს ოპონენტებს ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ისინი მოთხოვნას არ ცვლიან და ამბობდნენ, რომ ამ მოთხოვნით მოდიან და ნახეთ ჩვენ, რომ პირველმა რაუნდმა თქვა შედეგი ვერ გამოიღო. ამ ფონზე აპირებთ, რომ თქვა კიდევ გაიმართოს მეორე რაუნდი და ელაპარაკოთ მათ სხვა საკითხებზე. ჯერ თუ შეამჩნიეთ მათი მოთხოვნა ძალიან სხვადასხვა თან იცვლება ძალიან ხშირი შქარი ტემპით და ეს პრაქტიკულად ეჯგარეშია. მე ლაპარაკობ რადიკალურ ნაწილზე ოპოზიციის, იმიტომ რომ კიდევ გარდა ამისა არსებობს ძირითადი ოპოზიცია, რომელიც არის პარლამენტში, რომელიც მინდა ვთქვა, რომ ყველაზე უფრო მტკივნეულ წერტილებზე გვირთყავს ჯანმრთელობის დაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, უმუშევრობის პრობლემატიკაზე და მე ჩემთვის პირადად ყველაზე უფრო მტკივნეული დარტყმები, შეიძლება დიდ საიდუმლოს არ ვამბობდი ახლა, მაგრამ ნუ რაღაცა ტექნოლოგიური საიდუმლო არის, მაინც ჩემთვის პირადად უფრო მტკივნეული, ისაც ისინი გვიკეთებენ. მე ხშირად ამაზე პასუხი არ მაქვს. ხო, ამ ფონზე ხომ არ შესუსტა მათი როლი, ვთქვა, საპარლამენტო ოპოზიციის. მე არ ვიცი რა შესუსტა, მე ნამდვილად ყოველდღიურად ამას არ ვიცი, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, რომ ჩემთვის პრობლემური ესე უფრო, იმიტომ რომ მე მიხდება ტელევიზორში რომ ნახავ სიუჟეტს. რა თქმა უნდა, უფრო ის გამოიყურება დროშებს რო იქნება, რომ ნახავ სიუჟეტს, რომ აღმოაჩინეს, რომ რაღაცა ჯგუფის ადამიანების დარჩა სრული სოციალური დაცვის გარეშე, ოსა გუშკო და სოციალური დაცვა. რაღაც ჯგუფი ადამიანის, რომელსაც დაზღვევა ეკუთვნება, დარჩა დაზღვევის გარეშე. მე ეს ამას მართლა ხშირად გამოვყავარ რაღაც წყობრიდან არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მიყვავს და ეს ცალკე, მაგრამ დაუბრუნდეთ რადიკალებს. ახლა როცა რადიკალებზე ლაპარაკობ და რა არის რადიკალს გასხოვ? რადიკალი ძებს რომ მე ამ სისტემას არ მეგობრ, ყველაფერი მინდა ავადმეთქო, მე მინდა რომ იყოს კრიზისი, იმიტომ რომ კრიზისში თავს კარგად ვზდობთ. ახლა წყნარ ცხოვრებაში ახლა პარლამენტის ტრიბუნა იმშრომე და დემოკრატია არის პროცესი. ეს არის ძელვადიანი პროცესი. აი ხშირად მეც მაგაზიანებს ევროპაში ყველაფერი ნელა კეთდება, ისე სერიოზულად, ფუნდამენტურად და ვფიქრობ, რომ ახლა ამის მოთმინება ჩვენ სადავ გვაქვს, უნდა ვისწავლოთ. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ქვეყანა, დემოკრატია ეს არის პროცესი. და როცა საუბარია იმაზე რომ რადიკალებს ხედავ, აი ეს უნდა ჩქარა გაქვს, ეს ჩქარა ესე ახდება, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა გავაგზავნოთ დიალოგი. შეხვედრები სხვა შორის იყო, არა მხოლოდ ისა ტელევიზიის წინ იყო, მაგრამ დიდ საიდუმლო არა, ძალიან ბევრი სხვა შეხვედრა იყო. ძალიან ბევრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გულისხმობ. ძალიან ბევრი სხვა შეხვედრა იყო, პრაქტიკულად ყოველდღიური. ხა ჩვენ არ გვჭირდება ეს, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ყველა ერთმანეთის ტელეფონის ნომრები ვიცით, მისამართები ვიცით და ერთმანეთს ხვდებით ხშირად. შეიძლება მე არ მქონდეს ამის დიდი დრო, კიდევ ერთხელ მე ვიტყვი, ჩემი დროის ხოლმე ძალიან მცირე მონაკვეთი ეკვრის ამას, ჩემი დროის 80-90% და მე სხვა შორის ლევან გაჩიჩილაძე რო იყო მოსულ უთხარი, ხა ნუ წარმოგიდგა რომ ხედაღამე თქვენზე ფიქრობ, ნამდვილად ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ეს იყო სწორედ ის პერიოდი, როცა გაეროში იყო დედაშვილს არა იყო და ისეთი ბრძოლა ამ რეზოლუციისთვის, ეს იყო ის პერიოდი და ამ რეზოლუციის, ცუდი რეზოლუციის მიღება ეს შემდეგი 100 წელი
იქნებოდა ჩვენთვის კატასტროფა და რა თქმა უნდა მე ამაზე უფრო მეც ვფიქრობდი. ეს იყო ის პერიოდი, როცა სერიოზული პრობლემები შეიქმნა ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა მე ამაზე უფრო მეც ვფიქრობდი, მაგრამ არის კიდე ეს ასპექტი, რომელიც უფრო ხილულია და ეხლა იქ რაღაც გაქვს ხედავთ და დილის 6-ზე გავდივართ დაწითლებული თვალებით ამ გაეროზე მუშაობთ მე კაზღულაძე უტიაშვილი ბოკერია გიავაშაძე და შემდეგ ეს რა თქმა უნდა საზოგადოებას შეიძლება ყოველდღე ამას ვერ ხედავდით, მაგრამ ეს იყო ჩვენი ცხოვრების მთავარი ამოცანა იმ დღეებში, მაგრამ რა თქმა უნდა ეს შეხვედრები სუალი და იყო. ეხლა რაც შეეხება შეთავაზებებს, ჩვენი შეთავაზებები იყო რომ მოდით გავშევქმნათ ერთიანი საარჩევნო კოდექსი, შევიდეთ ერთიანი საარჩევნო საკონსტიტუციო კომისიაში და მივესალმებით რომ რამდენიმე რადიკალმა სხვა რომ შევალთ კომისიაში და საპარლამენტო ლიდერები შევიდნენ კომისიაში და ეს მნიშვნელოვანია. საუბარი იყო იმაზე რომ ჩვენ დავხვეწოთ ეს საარჩევნო კოდექსი ისე რომ ადგილობრივი არჩევნები გადმოვიტანოთ აქეთ ესე იგი გაზაფხულზე ნაცვლად გვიანი შემოდგომისა და უფრო ისეთ სისტემით წარმოვადგინოთ რომ ყველა იყოს მოცული და უფრო მეტიც მე მინდა ვთქვა ეხლა მე მაგაზე ბევრს ვფიქრობ რომ თუ კი მართლა საუბარი გინდათ და მათ შარშან დახიეს თავის მანდატები ესე დაჭრეს თუ გახსოვთ ეს სურათი არაფერი ომი არ იყო ჯერ დაწყებული, მაგრამ თავიდანვე დაპროგრამირებული იყო დაჭრეს არა იმისათვის რომ 4 წელი დაესვენოთ. ფიქრობდი რომ პირველივე შანსი როცა ექნებოდათ, აეყირაებიათ ყველაფერი და რაღაც ამ არეულობების ინსპირაციით უკანა კარებდნენ შესულიყო ამ პარლამენტში. თუმცა ეს არჩევნების შედეგებს აპროტესტებაში და ეს ყოველ ეს კულტურა რომ როცა მე არ ვიგებ არჩევნებს ან ჩემი კანდიდატი, ეს არჩევნები არის ყალბი, ეს უნდა დავივიწყოთ. სერბეთში ჩვენზე უფრო რადიკალურ ქვეყანაში რაღაც გაგებით 1% იყო განსხვავება რადიკალს კანდიდატსა და რადიკალ ნაციონალს შორის და ტაჯიკს შორის, ბორის ტაჯიკს შორის, ჩემი მეგობარია ტაჯიკში, მეორე უბრალოდ არ ვიცი და 1 საათში აღიარა მას შედეგები. ხა ჩემსა და ლევან გაჩეჩილას შორის იყო 25 თუ 26% განსხვავება. ძალიან დიდი პროცენტი იყო იმისათვის, რომ ეჭქვეშ დამდგარიყო პრეზიდენტის გამარჯვება. და საპარლამენტო არჩევნებზე იყო განსხვავებას ნაციონალ მოძრაობას ჰქონდა 70%-ამდე თუ 77% და ყველა დანარჩენი იყო ბეროთქონი. ხა ამის გაყალბება მათემატიკურად არის შეუძლებელი, მართლა რომ იყოს გაყალბება და მით უმეტეს როცა ეს გაყალბება არ არის. ასე რომ ამაზე თქმა რომ ეს იყო, ეს სხვა რაღაცაზე იყო გაცვლილი, არ მაგმოყოფილებს შედეგი და მე ამიტომ მივიდივარ ქუჩაში. მე ვთავაზობ, რომ ეს ხალხი აირჩია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, მაგრამ თუნდაც 15, 20, 25 ადგილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელსაც მიუხედავად პოლიტიკური შეხედულების განსხვავებისა, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე უფრო დიდ პატივს ვცემ ხშირად ვიდრე ალბათ თვითონ ისინი ცემენ მათ პატივს ან რამდენადაც გაითვალისწინებს მათი აზრის შარშ. ამიტომ თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, თუ მათ აქვთ ამის და მე ფიქრობ რომ ეხლა არის მომენტი როცა დიალოგისთვის გამოსაყენებელი ტრიბუნა, მე მოუწოდებ მათ რომ მიუხედავად რომ ეს არ არის კანონით გათვალისწინებული, შევცვალოთ კანონი როგორც შეთანხმების ნაწილი და შარშან არჩეული დეპუტატები დაბრუნდნენ საქართველოს პარლამენტში. ვინც დახია თქვათ მანდატი დაბრუნდნენ საქართველოს პარლამენტში. მათ კი დახიეს მანდატები, მაგრამ საარჩევნო ოქმები არსებობს და ისინი არჩეულია. დაბრუნდნენ შემოდგომაზე დამატებითი არჩევნები და თუ ესე გავაგრძელებთ ოპოზიციის ყველა ფლანგი, ესე იგი საზოგადოების ყველა ჯგუფი პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ადეკვატურად. და ეს არის ეს გზა. მეორე ხა ერთი რაღაცა მინდა ყველას გვესმოდეს. ჩვენ ესეთი რიტუალია რომ ჩვენ მოდივართ ლაპარაკობთ დიალოგი, შენები რაღაც კეთება. და იქიდან მუდმივად გვესმის, ხელის აკვრა, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ეს ყველაფერი ეშმაკისა, ეს ყველაფერი ასეთ და ესეთ. ელჩები იძახიან რომ ეს დიალოგი არის, ელჩებით თავრობის მოსყიდულია, სხვა იძახის დიალოგი, ისინც მათ აქ არმის არავინ არ ეკითხება. მიუხედავად იმისა, რომელიმე რადიკალური ჯგუფი შემოვა თუ არა დიალოგში, ქვეყნის მატარებელი ამითი არ გაჩერდება. ქვეყანა წავა წინ, მათ შორის ინსტიტუციურად, ჩვენ ვაპირებთ რომ აუცილებლად შევქმნათ ეს უფრო დახვეწილი საკონსტიტუციო მოდელი, ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი და ნათლად დამოუკიდებელი სასამართლოთი. ჩვენ ვაპირებთ რომ კარგი საარჩევნო სისტემა შექმნათ, კიდევ უფრო დახვეწილი, სადაც კიდევ უფრო მეტი გამჭირვალობა იქნება. ჩვენ ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება. და რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება შემოუერთდნენ, ჯობია რომ სანამ მატარებელი ნელა მოძრაობს დროზე ამოხდნენ, ქალწასულ მატარებელს დაწევა ძნელია, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია მერეც ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხა უფრო კომფორტული იქნება და რაც უფრო ადრე შემოერთებენ დიალოგს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ მათ უკან მდგომი ადამიანებს, ან თუნდაც 5 კაციანი პარტია იყოს, თუნდაც ამ 5 კაცის ინტერესი იქნას კარგად გათვალისწინებო. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ეს კარები კიდევ ერთხელ მეორე მუდმივად ღია არ არის და მე ახტომა კიბეზე უფრო ძნელია ვიდრე გაღებულ კარებში ასვლა წყნარად და ჩაჯდომა.
თუ ვინმეს უნდა რომ მაინდა-მაინც კიბეზე ახდეს ან ზემოდან დაახდეს მატარებელს, ესეც შეუძლია. მაგრამ კიდევ ერთხელ რომ ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, მაინც გავა ეს მატარებელი, მაინც მივალთ დანიშნულების ადგილზე და ვერავინ ამ პროცესს ნამდვილად ვერ შეაჩერებს. ბატონო პრეზიდენტ, მე პროდიუსერი მეუბნება რომ რეკლამა უნდა გავუშვათ ეთერში სულ რამდენიმე წუთით შევისვენოთ და განაგრძოთ საუბარი. ჩვენ კვლავ ეთერში ვართ და ბატონო პრეზიდენტო, თქვენთან საუბარი მინდა განვაგრძო თქვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, რომლებიც საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები წარსულში, დღეს არიან თქვენი თითქმის ყველაზე რადიკალური მოწინააღმდეგეები, მათი ნაწილი. თქვენ ერთ-ერთ გამოსვლაში საუბრობდით, რომ მთავრობაში ყოფნის დროს მათ ხელი წაუცდათ, ეს თქვენი ტერმინია. რატომ დაიწყო, ვთქვათ, მათ კორუმპირებულობაზე საუბარი მათი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ? ვთქვათ, მანამდე არ იცოდით, ეს ან გამორიცხოთ, რომ შეიძლება კიდე იყოს ვინმე დღეს ხელისუფლებაში. თავარი პრინციპი არის ერთი, რომ როცა ხელი წაგიცდება, თანაგუნდელობა არ არის რაღაცა ეს დაბადებით რამე. ჩვენი თანაგუნდელობა, ჩვენი ერთად მუშაობა ეფუძნება პრინციპებს და არა პირად მეგობრობას, ნათესაობას, ან კიდევ სხვა რამეს. მე ჩვენი ქვეყანა დღეს კორუფციის დონით არის ჰოლანდიის და დანიის დონეზე. ამას მივახციეთ სწორედ ამ პრინციპების დაცვით და არა ვიღაცაზე გადაფარებით და გადაფოფრებით. ამიტომ პრინციპი არის მარტივი, როგორც კი შენ ხელი წაგიცდება, როგორც სწორად თქვით, მაშინვე შენ თანაგუნდელობას წყვეთ. და თუ კი დღევანდელ გუნდში ვინმეს წაუცდება ხელი, ისიც ავტომატურად აქედან გავარდება და ამოვარდება. ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს. კი მართალი ხართ, ზოგიერთ მათგანი დროზე აღმოაჩინეთ და როგორც კი პირველი ეჭვი გაჩნდა, გაუშვიდა, უნდა თქვა, რომ მათი უმეტესობა სწორედ ამ ტიპის ეჭვების გამო იქნა გაშვებული. ხშირად ეს ხდება გვიან. აღმოჩენა არ არის ასე ადვილი და მარტივი, განსაკუთრებით როცა ადამიანს ენდობი, როცა ადამიანს მათ რაღაც პატივისცემა გაქვს, დაიჯერო რომ ეს ასე. ამიტომ მე ვენდობი თუ არა, იმაზე კი არ უნდა იყოს, უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც ამას ფილტრავს. და ამ სისტემის შექმნაზე ჩვენ ყველა ერთად მუშაობთ და ამ სისტემიდან არავინ არ უნდა იყოს დაცული. ან ამ ფონზე გამორიცხავთ, თქვათ, აქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა დღევანდელ ხელისუფლებაში არსებობს. ნამდვილად არ გამორიცხავ და თუ სწორედ ამიტომ არის პრესა თავისუფალი, ამიტომ არის არსებობს ოპოზიცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულსისულელესაც ამბობს, მაგრამ ზოგჯერ სიმართლესაც ამბობს, განსაკუთრებით როცა ეს არის ცივილიზებულ ფორმებში გამოხატული, იმისათვის რომ ჩვენ მოусმინოთ და ამისთვის არსებობს სამართალდაცვი ორგანოები, მათ აქვს დავალება, რომ ვინც არ უნდა იყოს ეს ხელი არავის არ წააფაროთ და ჩვენ ამაზე მუშაობთ. სხვა შორის ეს პირველ რიგში მე ყოველწლიურად ყველაზე ახლობლების მიმართ, ყველა ოჯახის წევრების მიმართ, ჩემი და თქვენი ოჯახის წევრების მიმართ, მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ და ეს ყველა თანამდებობის პირმა იცის არაფერი საიდუმლოს არ გეუბნებით, მათაც ისინი ამის შესახებ ინფორმირებული არიან, განსაკუთრებით იმ წარე გაკვეთილების შედეგად, რაც ჩვენ მივიღეთ იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც ერთ ნაწილს მე ძალიან ვენდობოდი და იცით ვიზეც არის საუბარი. გასაგებია, როდესაც აი ყოფილ თანაგუნდელებზე მაშინ საუბრობთ ისევ და ეს ადამიანებს ახსენებთ თქვენ. ერთ-ერთ ტელეეთერში მე ვუსმენდი ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ესე ალბათ ნაწილობრივ ხუმრობით ყვებოდა ამას, მაგრამ ყვებოდა რომ 26 მაისო მე და გაჩეჩილაძე საუბრობდით იმაზე, რომ ეხა გვაკლია ლიდერად სააკაშვილი, რომელიც ტელევიზიაში შევიდოდა და დაიკავებდა ამ შენობასა და ამ ხელისუფლებას თქვათ ჩამოაგდებდაო. და ამავე თემაზე თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუშიც ადრე თქვით და სწორედ ამას მაშინ კრიტიკა მოყვა. დღეს რომ ოპოზიციის ლიდერი იყოთ თქვენ და აქციის ორგანიზატორი იყო თქვათ ერთ-ერთი. როგორ მოიქცეოდით? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე ვიბრძოლებდი მართალი საქმისთვის. თავარი ის კი არა ვინ არის ლიდერი. თავარი არის ის, რა საქმისთვის იბრძვის, იმიტომ რომ ყველა საქმეში თავარი არის ხალხი. და ხალხი გაგყვება მაშინ, როცა საქმე არის სამართლიანი და არა ის, როცა იგრძვი თანამდებობებისთვის. იმიტომ რომ ერთ-ერთი განსხვავება ჩემი და ზოგიერთი რადიკალის შორის არის, რომ მათ მიაჩნიათ, რომ თავარი არის პოლიტიკოსების დასაქმება და მე მიმაჩნია, რომ თავარია ხალხის დასაქმება, ხალხის გაჭირვებიდან გამოყვანა, ხალხის პრობლემების შესუბუქება. ანუ მათ ისურვილი მხოლოდ ეს არის, თქვენ ესე ფიქრობთ? ნუ ხარ არის საიდუმლო, რომ დიდი ნაწილი სწორედ იმიტომ არის გაბრაზებული, რომ აღარ არის თანამდებობაზე ხარ არის აქ საიდუმლო. და ალბათ ბევრ ქვეყანაში ასე იქნებოდა, უბრალოდ უფრო ცივილიზებულ ქვეყანაში ეს უფრო ცივილიზებულად, უფრო გამოცდილების მქონე ქვეყანაში, სწორედ საზოგადოება ჩვენ ძალიან ცივილიზებულია, მაგრამ პოლიტიკური ცივილიზაცია ჯერ კიდევ გავითარების პროცესშია და რა თქმა უნდა ეს мотивация არის. და განსხვავება არის ძალიან ფუნდამენტური იმ სიტუაციას და ამ სიტუაციას შორის. მე ამას წინათ სხვა შორის იგივე ბურჯანაც უსმენდი ერთ-ერთ ტელეეთერში და თქვა, რომ აი სააკაშვილი ბოლნიში რო იყო და ქვებს რო ისვოდნენ და ეს შეადარეს, როცა დეპუტატებს ესვოდნენ ქვებს. ახლა ნუ ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ადამიანებს ან მახსოვრობა არ აქვთ, ან შავზე შეიძლება თეთრი თქვა და თორე იმ ჟურნალის რომელიც რაღაც თავი მოაქვს, ძალიან ობიექტური კითხვაც კი არ გაუჩნდა ამ განსხვავების შესახებ და ესე გაატარა სხვა. ამ გადაცემაში იყო ეს პატიმრობა პრეზიდენტი. თქვენი გადაცემაში არ იყო და რა თქინდათ, რომ მაინდა თქვენი გადაცემიდან სხვა გადაცემა
ესე იყო, მე ასე მიმაჩნია, ესე იყო, მაგრამ რეალურად ჩვენ ჩავედით ბოლნიში, სადაც საერთოდ არ გვიშვებდნენ, ჯერ ბავშვები გადაგვაფარეს წინ, აი ეს ჩამწკრივ სკოლის ბავშვები ჩანთებით. მოვდიოდი ჩქარიტებით, მანქანებით, კიდევ კარგი რომ ბოლო წუთში გავაჩერეთ, იყო ბნელი მოსახვევი და ძალიან დიდი რისკის ქვეშ ჩავით ბავშვები. ამ ამორალურმა მთავრობამ და ის მამალაძე იყო მაშინ. უფროსი და შემდეგ შევედით იქ, სადაც გამგებლის თანდასწრებით, ჩვეულებრივ სოფლის მოედანზე. ქონდა ამორჩეულობა და შეხვედრა, დაგვიშინეს ქვები. რა თქმა უნდა, ჩემი აღშფოთება და ამაზე რეაქცია იყო სრულიად ბუნებრივი. ხა შეადარო ეს იმას, რომ შეცდომა გქონდეს, რომ პარლამენტარებს შეუვარდო და ქვები ესრულო და შეაფერხო დემოკრატიული პროცესი. ზუსტად ნაწილი ხალხის მაშინ გვესროდა ქვებს, ეხლაც ისევ გვესროს ქვებს. ეხლა ესოს ქვებს დეპუტატებს მათი დიდი ნაწილი აღორძინებაში იყო, მათ შორის ამ ვითომ ახალგაზრდა აქტივისტების, მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ ასლანაბეშტი როცა უხდიდა ფულს, ისინი ასლანაბეშტის სახელით გვესროდნენ ქვებს, ასლანაბეშტის სახელით აყენებდნენ ჩვენ თანამებრძოლებს შეურაცხყოფას, ასე რომ ეს იყო რეალობა ასე. ამიტომ თავარია სამართლიანი საქმე. და მე რომ ვიყო დღეს ოპოზიციაში, თავარი იცით რაზე შევებრძოლებდი, უბრალოდ რაზე გავაკრიტიკებდი მთავრობას. საქართველოს თავარი პრობლემა დღეს არის, რომ საქართველოს დიდი ნაწილი, საუკეთესო ნაწილი სამწუხაროდ არის ოკუპირებული და საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის საფრთხის ქვეშ. ამიტომ ჩემი თავარი შეფასება მთავრობს იქნებოდა პირველ რიგში, რამდენად ეფექტურია ის ამ პრობლემის გადაწყვეტაში და რამ შეცდომებს უშვებს და ამაზე ვილაპარაკებდი დღე და ღამე. და მეორე იმაზე, რამდენად ეხმარება ხალხის გაჭირვების გამოსწორებას გაკეთებაში და იმაზე, რომ ეხლა ვიღაცა ის რა ქვია, საკმაოდ რადიკალურ ლიდერად ახსოვხართ ოპოზიციის და მე მაშინაც თუ გახსოვთ, თავარ საკითხებს ლაპარაკობდი. სხვა შორის შევარნაძე მე და მეორე დაფინანსება ხარ მაშინ სასტუმრო მერიოდში ყავის დასალევად 1-2 სულ შევახცევდით, ეს იყო დიდი მიღწევა, იმიტომ ჩვენ ამის ფული არ გქონდა. ჩართეთ ტელევიზორი, ყובה ის გაიზარდა ზოგადად შეიძლება ქვეყნის ეკონომიკა და გაორმაგდა მაგალითად თბილისში მანქანების რაოდენობა ბოლო 5 წელიწადში საინტერესო ციფრია, მაგრამ ესე არ გაზრდება ხალხის კეთილდღეობა, რომ ჩვენი მოსახლეობა 5 ვარსკვლავიან სასტუმროში გადასახდეს, სადაც ყავის დალევა ღირს რაღაც $6 თუ $7. მაშინ ეგრე ახლა ალბათ უფრო მეტია. მე რაღაც ნაწილი ამ რადიკალების, რომელთაც ამყოფს, რომ თავის ხალხს ამყოფებს გალიევში და უხდის 30-40 ლარს დღეში, არაფერი საიდუმლოს არ არის. თვითონ ხედაღამეს ის ამ პერიოდში. ეხლა მე დავსვიტკი, რომ ჩვენ როცა ვიყავით ნაციონალურ მოძრაობაში, ყოველ თვეში და არ მომატყუებს არავინ, ყველას ბევრს ახსოვს ეს, მათ შორის 1-2 ადამიანი, ვინც ახლა გვაკრიტიკებს, 100 ლარს ვაგროვებდით და მუდმივად გასახლების ქვეშ ვიყავით. მუდმივად იყო ჩვენ მე პატრონებთან გარჩევები, აი ეხლა გაგაგდეთ ერთ კვირაში თუ არ გადამიხდით და იყო შეერფლობა 50 ლარი, 100 ლარი და ჩვენ ვიყავით ყველაზე მრავალი ცხოვრობ ორგანიზაცია, როგორმე ოფისიდან არ გავაგდეთ. აღარ ვლაპარაკობთ, ის ხო რაღაც ბინა იყო ჩვეულებრივი, იქ კუთხეში სადღაც მთაწმინდაზე. ეხლა ეს არ იყო ფეშენებული მრავალსართულიანი ოფისი. მე ამას რატო ვამბობ, რომ როცა შენ უკვე ესეთი, როცა ახლა ესპორტებით დადიხარ, როცა ამდენი დაცვა გყვება, როცა ასეთ პირობებში ცხოვრობ, ძნელია იფიქრო მთავარ პრობლემებზე. როცა შენ პრინციპში შენ ცხოვრება უკვე გაქვს გადაწყვეტილი. ჩვენ მაშინ მართლა ჩვენ თვითონაც ამის ნაწილი ვიყავით და მეც ჩვენი დიდი ნაწილი, ჩვენი მე ვფიქრობ ყველა ვინც ახლა არის, ასევე ხვალ რო წავიდეს თავრობიდან, იმედი მაქვს და ამას ვაკონტროლებთ, რომ ისევ ზუსტად ესეთი მდგომარეობა შეაგვიჩნდა, იმიტომ რომ ჩვენ აქ ჩვენი პრინციპია რომ არა ვართ მოსახვეჭად მოსულ, ჩვენ მოსულ საქმის გასაკეთებლად. ამიტომ რადიკალიზმი მაშინ იყო სხვა. რადიკალიზმი იყო ის მაშინ რომ ქვეყანას აკონტროლო, ქვეყანაში იყო კახათ არგამაძე მართავდა ქვეყანას. დღეს იყო მასზე საუბარი. კახათ არგამაძე, რომელიც რუსეთის იყო, მაშინაც წინათ, მარტო ეხლა აღმოაჩინეს რომ რუსეთის იყო. ეხლა პირდაპირ გზის და ომის წინ ამზადებდა რუსებს ომისთვის, ამის უთხოვარი ინფორმაცია გვაქვს, მუდმივად კავშირში იყო FSB-სთან, მაგრამ მაშინაც გილაევი გადაიყვანა მან ბანკში იმისაც რომ რუსებს დაებომბათ და ეს ჩეჩნეთის რაზმი გაენადგურებიათ და ეს ნამდვილი ცირკი დადგეს. დღესავით ნათელი იყო რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა. ეს საინტერესო იყო ფენომენი, რომ ასლანაბეშტი გლანძღავდა ჩვენ მეც საქართველოს მთავრობის წევრი ვიყარ. სულ ჩვენთან ბრძოლაში ანდოებდა კახათ არგამაძე უახლოესი მეგობარი იყო. ცხინვალში კახათ არგამაძე ჩვეულებრივ იყო კონტრაბანდის წილში, ფეხით აღებდა ჩიბიროვის კარებს და დააკვირდეთ. რუსების ხალხი იყო ისიც და ისიც, ისიც და ისიც. რატო არ გადაეცნათ ცხინვალის პრობლემაში? რატო არ მოგვარდა აჭარის პრობლემაში? იმიტომ რომ რუსეთი ეუბნებოდა. თქვენ ამდენზე ჭამეთ, რამდენიც გინდათ მოიპარეთ. მე თქვენ ყველას დაგიცავთ, მაგრამ თქვენ ქვეყანას არაფერს არ გაუკეთებთ. ეს ქართული ძველი ქართული და საერთოდ ეს სცენი არის ქვეყნების რომელთაც არ ეკეთებს სახელმწიფო. ხო თქვი რომ 500 წელი არ ქონდა სახელმწიფო, აღარ გახსოვს რა არის სახელმწიფო და ყოველთვის აი შენი თავის დაყენება ამაზე, მაგრამ ეს იყო განსხვავება და ჩვენ როცა ვიყავით ოპოზიციაში, არასოდეს ჩვენი თავი არ დაგვიყენებია ჩვენ სახელმწიფოზე, მაგრამ და მეორე რიცხვი სამწუხაროდ ეხა უყურებთ რომ ზოგიერთი რადიკალური ლიდერი და ესაც ალბათ დროებითია, ესეც უნდა დაიჭრიტოს.
დაიმოჩნდეს ყველაფერი, ოღონდ მე ვიყო, თუ მე არ ვიქნები კარგად, მართლა ქარბორბალას და ღვარცობს და სიტყვას, რაც ხედება ამ დღეებში წაუღია ეს ქვეყანა და რა თქმა უნდა ეს არ არის ჯანსაღი საქციე და მე ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთ პოლიტიკას მომავალი არ აქვს. ჩვენ მაშინ ხალხი წამოყვა, იმიტომ რომ სუსტად იცოდა, რომ ჩვენთვის კი არ ვიბრძოდით და ჩვენი თანადროების ვიბრძოდით იმისაც, რომ ეს წურბელები მოგოშორებია მართლა და რაღაცნაირად შევქმნა სახელმწიფო და იმ ხალხმა შექმნა სახელმწიფო, ჩვენ კი არ შევქმნით. მე ამ ხალხმა შექმნა ჩვენთან ერთად უბრალოდ ამ ხალხმა შექმნა ჩვენი მონაწილეობით ის რაც რითაც ჩვენ ვამაყობთ ქართული სახელმწიფო, რომელსაც ახლა ჭირდება გამაგრება, გაძლიერება და არა ძირის გამოთხრა და ჩამოშლა. და ვიდრე შემდეგ კითხოს დავსამროთ, მე არ მქონდა უბრალოდ ის გადაცემა, ნახე თქვენ ჩემი კოლეგა ახსენეთ და უბრალოდ მითხრეს რომ ეს იყო ინკა გრიგოლიას გადაცემა, სადაც სტუმრის თხოვნით იყო ეს კადრები გაშვებული, თუმცა მას ამის უფლება ალბათ ქონდა მაინც რომ ეს კადრები გაეშვა, იმიტომ რომ თქვენ გააკრიტიკეთ ამ ბოლნისის კადრების გაშვების გამო და არა უბრალოდ ვერ მივხვდი რომ გადაცემას იყო საერთოდ არ მინახავს ესეთი ამათ თუ ჟურნალისტის კრიტიკა, ჟურნალისტების ფუნქციაა ჩვენი კრიტიკა, უბრალოდ ლოგიკური კითხვა იქნება დასმული, რომ თქვა რომ შავზე რომ თეთრია და ეს თუნდაც ბოლნისის ჩვენზე ქვების სროლა იგივეა რაც ეხლა დეპუტატებზე ქვების სროლა თუმცა ეს სტუმრის თხოვნით, მაგრამ ჟურნალისტებს ეს არის მართლა სამწუხაროდ ეს არის როცა ჩვენ ვეცდით წასვლას ერთ-ერთი თავარი ინსტრუმენტი რაც იყო მაშინ რასაც იყენებდა მამალაძე, შევარდნაძე, ყველა ესენი იყო მუდმივი ტყუილები. აი მუდმივი ტყუილის და ეს იყო საბჭოთა განმონაშთი აქედან ძალიან ძნელია გამოსვლა. მუდმივად ლაპარაკი რომ აი ეს ასეა. მე ვთქვი და მე ტალახი შეგახსნა, შენ რამდენი წელი და ეს ტალახი ირეცხა. მაშინ ამან არ იმუშავა, თუმცა ოპოზიციასაც ჰქონდა, მაშინ ოპოზიციაში ვიყავ, თუმცა მინისტრიც ვიყავ. ეხლაც არ იმუშავებს, თუნდა რა თქმა უნდა, მთავრობას უფრო მეტად ყოველთვის ხალხს უფრო მეტად ჯერა მთავრობაზე ცუდის ნათქვამი, მაგრამ ეხლა იმდენი ტყუილია ნათქვამი. იმდენი დეзინფორმაცია და პროვოკაცია ვრცელდება, როცა კადრებს აჩვენებენ ტელევიზიით, სადაც შავი თეთრზე ჩანს, რომ ეს ასეა, ეს მონტაჟია, ეს არაფერი და როცა არაფერი საბუთი არ აქვს და იძახს, რომ აი ეს ნამდვილად არის მამის კვლელი ან რა ვიცი კიდე ესა და უნდათ რომ აი ეს ასე იყოს, როგორც შეღლაღავი ჭეშმარიტება. ისე როგორც რა სიზრულის თესვებს ხა თავარია რაზი გააკრიტიკებს კი არა ხა ტელევიზიით მიდის ის რომ აი ვინ არიან ეს დეპუტატები და აჩვენებენ ერთ დეპუტატს, მეორე დეპუტატს, მესამე დეპუტატს. ის ფაქტი რომ ამ დეპუტატს ვერისბახში არ იცნობენ და მე ვერისბახში ვარ გაზრდილი, იმიტომ რომ 51 წელს ყო დავთავრე. სულაც არ ნიშნავს, რომ ის სენატს მარტვილს, დუშეთს ან რომელიმე სხვა რაიონს საქართველოს ცუდად წარმოადგენს. ნაციონალური მოძრაობის გასულდა გამოვიდეთ სოციალური შოვინიზმიდან. რომ მარტო ჩვენ კი არა ვართ კარგი ხალხი, ვინც ერთმანეთს უყურებთ ყოველ საღამოს ხვდებით, ერთმანეთს ქორწილებში დავდივართ, ნათელმირონები ვართ, ერთ გადაცემებში მუდმივად მონაწილეობთ, რომ ამის გარდა არსებობს დანარჩენი საქართველო, დანარჩენი 5 მილიონი ადამიანი და რამდენი მილიონი ქართველი, რომელიც ხშირად გული უსკრება იმას, რასაც უყურებს საქართველოში და რომელიც მართლა ბევრად მეტ, მაგრამ რუსეთში 90% ქართველებს არის მართლა თავდავიწყებული პატრიოტი. რატო იყენებენ თარგამაძეს, მამალაძეს, იქიმეებს, რა ქვია, გიორგაძეს, იმიტომ რომ ესენი გადაგვარებული მანქურთები არიან. ესენი აქ არის ვარგეს, იქ შეიფარეს, მაგრამ ვინც იქ რამეს მიაღწია და იქ ძალიან წარმატებული ქართველი, ყველა არიან ქართველი პატრიოტები. ერთი ვერ იპოვეს, გარდა რაღაც კარიკატურა, რა გვარია ებრალიძე თუ რაღაც ამისთან კარიკატურების გარდა არა, პრეზიდენტობის კი არა, ვინც ოდნავ მაინც თავის სამშობლოს რამე დაუშავა. და მე ვიცი ეს ხალხს რა რეაქცია ქონდა ამ მოძრაობაში. ეს ებრალიძეზე მაშინ ამბობდნენ რომ სააკაშვილის პროექტიაო ესეთი კრიტიკაციის მოდავება. ეს არის ზუსტად ის, რასაც ამ წუთში მოგახსენებთ, თავარი რაღაცა თქვა, რომ ონიანი სააკაშვილს დაფინანსებდა და ამიტომ სააკაშვილმა გაანადგურა და მოაშორა საქართველოს და ამიტომ მივეც ესპანელებს მასალები რომ დაეჭირათ და ამიტომ შეიფარეს რუსებმა, რომ ებრალიძე რა თქმა უნდა სააკაშვილს დაფინანსებდა და თავარი თქვა რაღაცა და დაიჭირა და ან რაღაც სისულეთქვა სიტყვაზე. ეს რა ქვია, გახსოვთ რომ ზვიად გამსახურდიაზე ამბობდა რომ მერსედესებით დადის იქ რაღაც კიტოვანმა თუ ალცანაბაში რაღაც ერთი მერსედესი რო ჩამოუგზავნა და ჩემზე საერთოდ გენიალური იყო რომ ის რა ქვია ველოსიპედით დადის როცა ხალხს ასე უჭირს ამიტომ კლიპები ტრიალებს ეს ერთხელ კი არ იქნა თქო სააკაშვილი დადის ველოსიპედით დიახ პრეზიდენტი მე ვარჯიშობ ხშირად და მათ შორის დავდივარ ველოსიპედით ყველას მოუწოდებ იაროს ველოსიპედი ძალიან სასარგებლო ჯანმრთელობისთვის ასევე მაგრამ აი ეს უბრალოდ თქვა რომ ნახეთ ველოსიპედით დადის როგორც ნახეთ გამსახურდიას პრეზიდენტს მიუყვანეს მერსედესი ეს არის გათვლა იმაზე რომ რა მნიშვნელობა აქვს რაზე შეგრძულდება ადამიანი თავარია უთხრა რომ საძულველია და მე შეიძლება არც დაუფიქრდეს და გათვლა იმაზე რომ საზოგადოება მართლა ბრბოა ბრმა არის და შენ ხელში შეიძლება იარაღად გამოიყო რაღაც მიზნის მისაღწევად ეს მე ვფიქრობ არის სუფთა საბჭოთა განმონაშთი ეს არის ეს აი ესე გარყნა რუსეთმა რაღაც ელიტის რაღაც ნაწილის
მენტალიტეტი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი, მათ შორის ნამდვილი ჩვენი ელიტა, სწორედ არის ყველაზე მშრომელი ნიჭიერი ჩვენი საზოგადოების ნაწილი საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი და არა მხოლოდ რაღაც პატარა ვიკრწრო პოლიტიკური ჯგუფის სამეზობლო სანათესაოს კლანის წარმომადგენელი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეგიძლიათ დასცინო, რომ ვინ არის ეს დეპუტატი, მაგრამ ის დეპუტატი რეალურად პირველად აირჩია, მე რამდენიმე პარლამენტის დეპუტატი ვიყავი, იყო პირველად მოხდების პარლამენტში, რაც უფრო ბანდიტი იყავი და რაც უფრო მეტი ფული ქონდა, შალიკიანი სიტყვაზე, იმას ირჩევდნენ დეპუტატი. ლევან პირველმა ჩავიდა ლენტებში, იყიდა ხმები რა გაუბედურებული საზოგადოება, მთავრობას მიტოვებული ყავდა. ხალხი აირჩიეს ლევან პირველი, რა ეკრათ? ტყიბულება აირჩიეს შალიკიანი, რა ეკრათ? 1 გრამი არ გაკეთებოდა ტყიბულში 12 წლის განმავლობაში. მაგრამ დღეს უკვე სხვა სიტუაცია იყო, შარშან მართლა ლიდერები აირჩიეს, მართლა პატრიოტები აირჩიეს და ეხლა თქვა რომ ჩვენ ეხლა ძმაო გვინდა ამათი ადგილები და ესენი გაიყარონ და მარტო ვინც ავართ ახლა თბილისის ცენტრებში ის უნდა იყოს არ გამოვა. საქართველოს პარლამენტი იქნება ყოველთვის წარმომადგენელი მთელი საქართველოსი, საქართველოს მთავრობა დაიცავს მთელი საქართველოს ინტერესებს, მათ შორის ყველაზე უფრო რადიკალურად დაპირისპირებული ჯგუფის ინტერესებს, მიუხედავად რაიონისა, მიუხედავად წარმომავლობისა, მიუხედავად რეგიონისა, მიუხედავად ეთნიკურობისა, მიუხედავად წამსისა და ჩვენ ვართ და ჩვენ შევქმნით ეს პრეცედენტი, რომ საქართველოში დღეს ყველა მაცხოვრებელი საქართველოსი, მათ შორის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები თვლიან, რომ ისინი არიან წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლებაში და ვერც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფი, როგორც სოციალისტური, შოვინისტური წარმოება იყოს, რამდენი ფულიც არ უნდა ქონდეს, როგორი მედია საშუალებებიც არ უნდა ქონდეს, როგორი წარსულში დიდი გავლენაც არ უნდა ქონდეს და როგორი უცხოური მხარდაჭერაც არ უნდა ქონდეს. ვერასდროს ვერ მოახოს დანარჩენ საქართველოს ერთპიროვნად მის გადაწყვეტილებას. მეორე მხრივ ამ ჯგუფის ინტერესებიც, ყველა ამ ცალკე აღებული ჯგუფის ინტერესები, რა თქმა უნდა იყოს გათვალისწინებული. არც ერთი ჯგუფის ინტერესები არ უნდა იყოს იგნორირებული მთავრობის და პრეზიდენტის მიერ და ამას მე საგანგებოდ ვაკონტროლებ, რა თქმა უნდა. და ბატონო პრეზიდენტო, მინდა შევეხო საგარეო პოლიტიკასაც ჩვენ დრო ნელ-ნელა მაინც იწურება, ჩემ გადაცემის ფორმატი და დრო გვაქვს. მოდის ომის წლისთავი 7 აგვისტო და ზოგადად როდესაც აი ამ გადასახედიდან მაინტერესებს მაშინ აგვისტომდე ცნობილი იყო თქვა ქვეყანა რა მიმართულებით მიდიოდა რა იყო ხელისუფლების თავი პრიორიტეტი, სულ იყო საუბარი ქვეყნის გაერთიანებაზე და თქვა ნატოსკენ სწრაფვაზე. აგვისტოს შემდეგ შეიცვალა ეს რეალობა საკმაოდ რადიკალურად. დღეს საით მიდის თქვა ქვეყანა და რა არის თქვენი თვალით დანახული რეალობა დღეს და როგორ იცვლება თქვა ეს? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი 1 გრამითაც არ შეცვლა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, მაგრამ რეალობები შეიცვალა და ამ მიმართულებით აგვისტოს რუსული პირდაპირ ინტერვენციის შემდეგ დადგა მთავარი დათხოვის ქვეშ მთავარი რამ საქართველოს სახელმწიფობრიობა და საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ესე ქართველი ერის როგორც თავისუფალი ერის მომავალი. და რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ამ დათხოვის მოგერიება და ნაწილობრივ ჩვენ ის მოვიგერიეთ, იმიტომ რომ დღეს მათი განზრახვა აიღო თბილისს და მოესპოთ ქართული სახელმწიფოება ჩაფლავდა და ეჭვიარება დღეს ვინც ოდნავ მაინც არ ათაბასებს მოვლენებს, რომ სწორედ ეს იყო განზრახვა და არა რამდენიმე სოფლის დაკავება ცხინვალის გარშემო და მეორე ჩვენი მთავარი ამოცანა რა თქმა უნდა ამ სახელმწიფოების შენარჩუნება, გამტკიცება გაგრძელება პროცესის თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების, საერთაშორისო ხარდაჭერის გამტკიცება და გაძლიერება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს იყო, ამას ეძღვნება ჩემი პრეზიდენტობა. ჩემი პრეზიდენტობა ეძღვნება საქართველოს გამთლიანებას და გაერთიანებას, ჩემი პრეზიდენტობა ეძღვნება ჩემ ხალხს, ესე იგი, ჩემი ხალხის გაჭირვების, ჩემი ხალხის პრობლემების, ჩემი ხალხის ყოველდღიური საკითხების გადაწყვეტას. და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არასოდეს არ ვიტყვით უარს. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიმეორებ, რა ჩვენ ამაში არის რომ ვიღაცას მიაჩნია რომ ბრძოლა დამთავრდა და მე მეჩნია რომ ჩვენ ვყოფილ ამ ბრძოლის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომი გრძელდებოდა 7 წელი, პრაქტიკულად 8-6 წელი ოფიციალურად. ავღანეთს დაჭირდა 10 წელიწადზე მეტი რომ თავიდან მოეშორებია საბჭოთა ამ პრობლემა. ჩეხოსლოვაკიას, უნგრეთს, გერმანიას დაჭირდათ რამდენიმე ათეული წლის თავი. ეს აღარ არის საბჭოთა კავშირი, ეს არის მართალია თავზე ხელაღებული ერთი ნაწილი კრემლის ელიტის, მაგრამ მაინც უფრო სხვა რუსეთი. მე დარწმუნებულა ჩვენ ბევრად უფრო სუს აზრიანად ვიქნებით, თუ ციხეში ნინა არ გავტეხავთ რაც მათ უნდათ. თუ ჩვენ აი 1 გრამის შანსია რა თქმა უნდა რომ ამის ლეგალიზაცია მოახდინოთ, თუ ჩვენ ვიქნებით დარაზმულები თავარ საკითხებზე, ჩვენი გამარჯვება, ჩვენი გამთლიანება არის აბსოლუტურად გარდაუვალი და ეს არის ჩემი არა მხოლოდ წმენა, არამედ ძალიან დასაბუთებული რაციონალური მუშაობის და ყოველდღიური ურთიერთქმედების
შედეგი. მაგრამ საინტერესოა ეს ყველაფერი თქო დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით რამდენად უფრო გვაახლოვებს მიზანთან მე ამას თან იმიტომ გეკითხებით რომ სულ არის საუბარი ომის საფრთხეზეც იგივე ექსპერტები რუსი დასავლელი ძალიან ხშირად ხანდახან კონკრეტულ თარიღს ასახელებენ რომ აი სამხედრო აგრესია შესაძლოა კვლავ განხორციელდეს თქვა ამ ზაფხულში თქვა როგორც პრეზიდენტი რას ეტყოდით ხალხს ანუ ვარაუდობთ ან რეალურად მიგაჩნიათ რომ კიდევ იყოს ომი საქართველოში მე გახსოვთ რომ ყველაზე მეტად ომის საფრთხეზე საუბრობდი მაშინაც როცა რუსები გვიწყობდნენ სამხედრო პროვოკაციას, გახსოვთ, როცა ბომბავდნენ და როცა ერთ-ერთი ოპოზიციური დღევანდელი რადიკალური ლიდერი ეძახოდა, რომ ჩვენ თვითონ ვესროლეთ რაკეტა წითელობას, მეორე ეძახოდა, რომ ჩვენ თვითონ დავბომბებთ პოზორი, მესამე ეძახოდა, რომ ჩვენ თვითონ ვაწყობთ პუტინს შეუტახდით და ის გვიწყოს პროვოკაციებს ჩვენი დაკვეთით. სინამდვილეში მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არ არის ახლა რიგგარეშე არჩევნების და შიდა არეულობის დრო, არ არის ახლა დრო ერთმანეთს დაჭმის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეალურად საფრთხის ქვეშ რუსული ინტერვენციის და რუსეთთან შრომაშტაბიანი ომის. მე ამას ვამბობდი ღიად, ეს არ იყო პოპულარული არც მაშინ და არც ახლა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ახდა. და სამწუხაროდ აღმოჩნდა მე ვიყავი მართალი. მე გაუწია ანგარიში მაშინ იმას რომ ჩვენ ვიყავით რამდენიმე წლიანი რეფორმების შემდეგ, ის რომ ჩვენ მოგვიხდა ძალის გამოყენება ნოემბერში 2007 წლის, ჩვენ მოგვიხდა დიდი ტელესადგურის რამდენიმე ხნით დახურვა და რა თქმა უნდა გადავდექით და შემდეგ იყო რეფერენდუმი და ჩვენ მოგვიხდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და სწორედ იმ პერიოდისთვის როცა ჩვენ რიგგარეშე და რუსეთმა დაინახა რომ ყველა არჩევნები უკვე ჩატარდა და ყველა შანსი საქართველოს უკან დაბრუნების მშვიდობიანი იყო ამოწურული მაშინ როდესაც ემბარგო გამოგვიცხეს არ იმუშავა მაშინ როდესაც პროვოკაცია მოგვიწყეს დენი გაგვიჩიშეს გახსოვთ დენი გაგვიჩიშეს 2005 წელს იმ მიზეზით რომ ახლა ხალხი გამოვა ქუჩაში და დაამხობს მთავრობას და პირიქით ხალხი შეიკრა ერთ მუშტად მე დადგა თავარი იარაღის გამოყენების დრო ეს იყო სრულმასშტაბიანი ომი რომელიც ყველა საბუთი გვაქვს და ახლა წიგნი გამოვიდა აგერ ამერიკაში სულიად დამოუკიდებელი ექსპერტების რომელთაც ამის სახედიდანაც ფიქრობთ რომ თქვა შესაძლებელი იყო ამ პროვოკაციის თავდაცილება ეს დღეს მე მიმაჩნია ჩვენ ვართ უკეთეს მდგომარეობაში რატო წინა ომი მოხდა მაშინ როცა ამერიკის ადმინისტრაცია იყო თავის ვადის ბოლოში და იყო ძალიან სუსტი რუსეთი იყო ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე დღეს და იყო და მან მოცადა ბევრჯერ დასავლეთის რეაქცია და ყოველ ჯერზე დასავლეთი მის მიწოლაზე იხევდა უკან და მან დაინახა რომ პრინციპში აი ყველა პროვოკაციის შემდეგ რომ მაშინ როდესაც სათანადო რეაქცია ვერ ნახა ომისთვის პრინციპში ალბათ ომსაც დასავლეთი გადაყლაპავდა და ამიტომ დაიწყო ეს ომი. მიმაჩნია რომ ახლა სიტუაცია არის შეცვლილი. რატომ? ჯერ ერთი ჩვენ ვაქვს სტრატეგიული შეთანხმება, სტრატეგიული ურთიერთობის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამასთან ქილიკი მოვისმინე ერთ-ერთ ახლა რა სტრატეგიული რას გვატყუებენ ჩვენისთან რა პატარა ქვეყანას ამხელა ამერიკას რა სტრატეგიული ურთიერთობა უნდა გქონდეს. ჩვენზე ბევრად პატარა ქვეყანა ქუვეიტი. და ამერიკამ ქუვეიტის გულისთვის ყველაზე დიდი ომი წამოიწყო თავის უახლეს ისტორიაში. მე არ ვამბობ რომ ჩვენთვის ახლა ამერიკელები იომებენ, თუმცა შაშა ზაფხულში იცით რომ ბუშმა მთელი თავის სამხედრო ძალა მოიყვანა სრულ სამხედრო მზადყოფანაში და ეს იყო თავარი მიზეზი ერთ-ერთი რის გამოც გაჩერდა რუსეთის შეტევა თბილისზე და დანარჩენ ტერიტორიების საქართველოში, მაგრამ რეალურად ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს გადავდივართ, ბევრად უფრო შინაარსიანია დღეს ეს ვიდრე იქნებოდა თუნდაც ერთი წლის წინ და ეს იქნება სტრუქტურულებული და მართლა ძალიან კარგი გეგმა. ანუ საფრთხე ნაკლებია ამ დროს. მეორე ჩვენ რეალურად შანსი გვაქვს ევროკავშირისთან ასოცირების ხელშეკრულების და ეს ნიშნავს რომ ინსტიტუციურად მივაბათ ევროკავშირს და პირველად ევროკავშირი წარმოადგენია თავის დამკვირვებლებით საქართველოში სარკოზის გეგმის შემდეგ და მინდა ვთქვა რომ სარკოზი აი ახლაც გაეროს რეზოლუცია ძალიან აქტიურობდა. ეს გაეროს რეზოლუცია. უბრალოდ გაეროს რეზოლუცია კი არ იყო, ეს იყო ტესტი რამდენადაც იყო დასავლეთის საქართველოს საკითხზე რაღაცა დაეთმო კიდევ რუსეთისთვის. რუსეთი თებერვალში თითქმის დარწმუნებული იყო და დარწმუნდა მაშინ როდესაც გენერალ დიომერმა სრულიად მიუღებელი ჩვენთვის და ლოგიკისთვის მოხსენება გამოაქვეყნა რომ აი ახლა უკვე ყველა ჯიბეში მყავს დასავლეთი, იმიტომ რომ დასავლეთმა მაშინ დაგვიანებით რეაგირება მოახდინა ამას. ახლა რამდენიმე დღის წინ თავარი ის კი არ იყო რეზოლუციაში რა ეწერა, თავარი ის კი არ იყო ახლა კარგია თუ ცუდია და რა თქმა უნდა მისის გაყვანა თავისთავად ცუდია. თავარი იყო რომ 1 გრამი არაფერი არ დაუთმეს. ესე იგი ყველა მისწავლა თავის გაკვეთილება. აი ეს არის განსხვავება და მაინც საერთაშორისო მხარდაჭერა და მეოთხე თავარი და ფუნდამენტური შეიძლება პირველიც აპრილში იყო აპრილიდან ეს ყველაფერი რაც ხდებოდა ნებით უნებლიეთ იყო გათვლილი იმაზე რომ საქართველოს შიგნიდან არეული იყო ანგრეული იყო ჩამოშლილი იყო თუნდაც ვირტუალურად და შიგნიდან გატეხილ ციხის აღებას მე არაფერი აღარ ძებდება არაფერი მსგავსი არ მოხდა ჩვენ ნახეთ რომ არანაირი აქციებით ყველაზე არაკონსტრუქციულ ქმედებითაც კი საქართველოს დაბრუნება ძველ ბნელ არეულ დროში ვეღარ მოხერხდება საქართველოს სახელმწიფო მას აქვს 7 წყნარი მომთმენი მაგრამ რეაგირება
ყველაფერი ამაზე. ხა ჩვენ შეიძლება გოგბნებია რომ აი რატომ მოითმინეთ ეს აქციები, ხო? ძალიან მარტივი მიზეზია. მე მინდა გავითვალისწინოთ ჩვენ რა თქმა უნდა გათვლა რა იყო ამ აქციებს, რომ აქციებს უნდა მოყოლოდა შეტაკება, ომის სროლა და იარაღს ხალხი ყიდულობდა საიდუმლო არ არის და სამოქალაქო ომი და ნანგრევები. ნანგრევების მე მირჩენია ქალაქის ცენტრში ნაგავი. დღეს რუსთაველზე არის ბევრი ნაგავი. მე გულისხმობ ნამდვილ ნაგავს დაყოლებული. არა, ეს ყველა რო არ თუ დავადარაშავნო, თუნდაც ვინმე ეს. მე დღეს პრეზიდენტის კანცელერიასთან არის ბევრი ნაგავი. მაგრამ ნაგავს როცა ისინი საბოლოოდ ინებებენ და მიხვდებიან რომ ამით არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა რომ ვიღაცება გააკეთეს ფული, მაგრამ ამასაც საზღვარი აქვს, ხო? და რეალურად ამ ნაგავს ჩვენ ერთ დღეში გავწყვიტავთ. ნანგრევების აშენებას, დაბრუნებას და წლები. ამიტომ ჩვენ ეს თავიდან ავიცეთ, შიგნიდან ციხე არ გაწყდა. და ეს არის თავარი ჩვენი მიღწევა ამ ეტაპზე და დანარჩენი მე ფიქრობ უნდა ეს არის ყოველდღიური მუშაობა ჩვენ და გავუძოთ ჩვენი დემოკრატიის განვითარება, ჩვენი კონსოლიდაცია, ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ცათამბჯენების დაბომბვა არის ბევრად უფრო ძნელი და როცა ფოთის სპორტში უბრალოდ ფოთის სპორტი კი არ იქნება რამდენიმე მუშა და რამე იქნება 30 ცათამბჯენი როგორც იქნება 60 წელიწადში როგორც ბათუმი იქნება მართლა ბარსელონას და დუბაის რაღაც ნარევი და მე არაფერს არ ვაზვიადებ შადით ამ ზაფხულში ბათუმში და ნახეთ ეს შენობლობები როცა თბილისი იქნება წარმოდგება თელი თავისი მწირვალებით ძალიან ხოთრი თელი საქართველო როცა ისეთი ავტობანები გვექნება როცა ისეთი განათებები გვექნება თქო ქვეყანაში როგორც უნდა იყოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში და რაც თავარი როცა ხალხი საზოგადოება იქ ცხოვრობს უკეთესად უფრო კონსოლიდირებულად იქნება ცივილიზებული ურთიერთობები ადამიანის შორის ასეთ ქვეყანას თავდასხმა ბევრად უფრო ძნელია ჩვენ ამ გზაზე ვართ ამ გზიდან ვერ გადაგვაგდეს და ამიტომ არის რომ მე მიმაჩნია რომ ახლა ვართ ბევრად უფრო დაცულები თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ძალიან ფხიზლად. და იგივე ამ ფონზე რა არის თქვენი მოლოდინი შეტარებით მოკლედ რო ვისაუბროთ მედვედევი ობამას შეხვედრა მოდის და როდესაც თქვენ საუბრობთ შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე აქ იყო გორდონის ვიზიტი იგივე ჰილარი კლინტონი და გრიგოლ ვარშაძე ხვდებიან ერთმანეთს ორშაბათს იწყება ამ ქარტიის ამუშავება და არაერთი განცხადება გაკეთა ამ ფონზე როდესაც ითქვა რომ ნამდვილად იქნება საქართველოს თემა ეს თავად ამერიკელებმა თქვენ იგივე მაკეინი საუბრობდა ამაზე თქვენ რა მოლოდინი გაქვთ შეიძლება რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი კონტურები გამოჩნდეს ამ შეხვედრის შემდეგ პირველ რიგში აი ეს გაეროს რეზოლუციაზე და უკავშირდება ამ ყველაფერს. ადრე როგორ იყო ამ გაეროს საქმე? ეხლა ყოველ იყო ეს გაეროს დამსადამყურო მისია. თავის დროზე შემოგვატყუეს ეს მისია იმ გაგებით რომ ამ მისიას მოყვა რუსეთის მისია და პრაქტიკულად დაკანონდა რუსეთი. ეხლა რუსები რო არ მდგარიდნენ სიტყვაზე. ენგურზე, მაგალითად, გალში და ოჩამჩირეში დიდი ხანია უკვე აღდგენილი იქნებოდა ჩვენი იურისდიქციის ადგილები, ცარიელია. ამ ხელშეკრულებით პრაქტიკულად გაეროს აქ დაყენეთ. გაერო იყო როგორც დამცავი ფილტრი იმისა, რომ რუსები ჩვენ არ გაგოყალა. ხა სანამ გაერო იყო, ამ ხელშეკრულების დარღვევა იყო შეუძლებელი და ცხინვალში ისეთ ხელშეკრულებას მოაწერა, რომელიც თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო გაყვანა იმის, იმიტომ რომ დაგომისის ხელშეკრულება მართლა სრული კაპიტულაცია იყო. მაშინ მაქვს მე სტატია გამოქვეყნებული, მაშინ ცხოვრობდი ოსლოში. და ქვია დაგომისის დოქტრინა და ვაკრიტიკებდი იმ ხელშეკრულებისთვის შევანაძეს. რაც შეეხება ამ გაეროს მისიას ყოველ ეს მისია იყო, მაგრამ ყველას უნდა და ოღონდ ომი არ იყოს და სიმშვიდე და დაუთმოთ რუსეთს. და 2001 წლიდან დაიწყო დათმობების თელი სერია. მათ შორის ჩემ პრეზიდენტობისთვის ყოველჯერზე ჩვენ გვხვდებოდა ჩვენ პარტნიორებთან სერიოზული გარჩევები, იმიტომ რომ ყოველჯერზე იქ რაღაცა განხილვა იყო კორეის საკითხის და იცახდნენ მოდი ახლა კორეაზე გავაღიზიანებთ და ცოტა კიდე დაუთმოთ. თანდათან ეს ჩვენი ძირითადი მიღწევები და იქ თუნდაც სამართლებრივი დაცვა ასე თუ ისე დასუსტდა. ახლა მივედექთ იმ ზღვარს, როცა რუსეთმა ჩაიდინა ღია ოკუპაცია და აგრესია, მაგრამ რუსები ძალიან არ ფრთხილობენ ყოველთვის, რომ არ უნდა ყოველთვის უნდა რომ რაღაც სამართლებრივი გამართლება გქონდეთ. ხა რო ეცნოთ ეს ვითომ ქვეყნები რაღაც ბევრ სხვა ქვეყანას, მაშინ ამ სამართლებრივ გამართლებას იპოვებდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი არ მოხდა. აღმოჩნდა, რომ გიჟები მსოფლიოში არ არის. და უპასუხისმგებლო ქვეყნები პრაქტიკულად ძალიან ცოტა. ამიტომ ეს არ გამოვიდა და ეხლა მეორე სცენარია რომ იქნებ რაღაც სამხედრო ყოფნის დაკანონება მაინც მოახდინოს და პრაქტიკულად ეუბნებოდნენ რას რომ ეს მისია უნდა დარჩეს თან 3 ბომბი აფეთქდა ერთ საღამოს უდიჩი და ეს იყო რომ ფეიერვერკი იმისაც რომ უთხრათ რომ ნახეთ თუ არ დარჩენ ამოგვედურება დაიწყება აქ არ იწყება ბომბები ამიტომ თქვენი ინტერესია რომ არ გინდათ ეხლა გართულება მისია დარჩეს მაგრამ მისია რომ დარჩეს ამისთვის ჩვენ კიდევ პატარა დათხოვა სულ პატარა ერთი ორი სიტყვა ამოიღეთ იქიდან და მოდი ჩავთვალოთ ეს ტექნიკური საკითხია. რა თქმა უნდა ჩვენ ვიტყვით რომ ეს არის ჩვენი ყოფნის დაკანონება, თქვენ თქვით რომ ეს არის უბრალოდ ტექნიკური საკითხი. წარსულში ლაპარაკობ 1-2 წლის წინ შეიძლება ეთქვათ ჩვენ მეგობრებს რომ ნუ რა მოხდა დაუთმეთ ახლა. კარგით რა ხა ჩვენ არ გვინდა ხა გართულება. ახლა დადგენ კიდევ უფრო მყარად ვიდრე მე როდისმე
შეიძლება მათგან წარმოვედგინდა. იმიტომ კი არა რომ მხოლოდ ჩვენ უყაროთ, თუმცა ეს უფრო მეტი მხარდაჭერის შედეგია. მათ დაინახეს რომ პატარ-პატარა ესეთი მანევრები დიპლომატიურით ისინი უგზავნიან როგორც შარშან უნებლიათ მათ და უნებლიათ, იმიტომ რომ მათ ეს განზრახვა აქვს რუსეთს სიგნალს, რომ ყველაფერი შეიძლება, რომ პრინციპში ყველაფერს მოვიდნენ. ამიტომ რეალობა გამოიცვალა და ეს ეხება ასევე ამერიკის და რუსეთის ურთიერთობას. ძალიან ნათლად ხა ობამამ მათ შორის ლავროვთან შეხვედრისას. თუ კონფრონტაცია გინდათ, იქნება კონფრონტაცია. ჩვენ რამდენიც აქ იყო აი ნამდვილი ნახეთ ვაგხანალია რომ აი საქართველოს აღარ უჭერს ხელს ხარს არავინ ამის ვიღაც უსმენდი ხელსაც აღარ არქმევს სააკაშვილს არსად საუბრობდნენ ხოლმე საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტებაზე და ასე. ეხლა პირიქით ხდება ზუსტად. დღეს ჩვენ გვაქვს უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე როდის მქონდა წარსულში. და ეს არის ინსტიტუციური მხარდაჭერა, ეს არ არის მხოლოდ რომ თქვა ბუშს მე მოწონდი და მართლა კაი ურთიერთობა მქონდა და ესე თუმცა ასევე ბაიდენი უფრო დიდი ხნის მეგობარი იყო ვიდრე ბუშს და ობამასთან მქონდა ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი, მისი პოზიცია კომისარს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დღევანდელ ადმინისტრაციაში მე მყავს ბევრად უფრო მეტი პირადი მეგობარი ვიდრე მყავდა წინაშე, იმიტომ რომ ამ ხალხთან დიდი ხანია ურთიერთქმედები, მათ შორის ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან. და ევროპაში ჩვენ ყავს მეგობრები. სარკოზი ისე იბრძოლა ამ რეზოლუციაზე, მე არ მახსოვს რომ რომელიმე ქვეყნის დიდი ქვეყნის პრეზიდენტი როდესმე გაეროს რეზოლუციებს საქართველოს თაობაზე იწუხებდეს თავს. ყოველდღე ისმენდა ანგარიშ რეზოლუციას და მუშაობის თაობაზე და უკიდურესად პრინციპული პოზიცია დაიკავა. გერმანია, რომელსაც მიმართ ჩვენ ქონდა მუდმივი განხილვები ნატოსთან დაკავშირებით და რაღაც საკითხებზე იყო ასეთი გარკვეული ორჭოფულობა. რუსეთის პარტნიორები როცა შტაინმაიერი იყო მოსკოვში, ნათლად თქვა საქართველოს არის გლობალური საკითხი. ნუ გონიათ რომ ამ საკითხს გაწევთ გვერდზე და ყველა სხვა რაღაცაზე მოგველაპარაკებთ. ეს არის პაკეტის ნაწილი. ამ საკითხებთან ხდებით, ან და გაჭირდება ყველა სხვა საკითხებზე შეთანხმება. ამიტომ რეალურად დღეს სიტუაცია არის გამოცვლილი. მათ ნათლად ესმის რომ რუსეთის რეაქცია იყო მოკიდეთ საქართველოს. ყველაფერს მოგცეთ ირანს, რაკეტებს, რომელიც მაინც ვისაც ულპებათ და უნდათ რომ მოიშორონ და თან უნდათ ბარემ ამაში რაღაცა აიღონ, იქ რა ქვია, ჩრდილო კორეას, ავღანეთში გადაეტარებთ ვირთს. მაგრამ ეს პატარა რაღაც, პატარა ქვეყანა რა შეხედეთ, საქართველოს დაგვეცნეთ ჩვენ და ერთნიშნულად საქართველოს დათმობა ნიშნავს ასევე აზერბაიჯანის მოსპობას, ასევე შუა აზიის დათმობას და რეალურად მოდი თქვა საბჭოთა კავშირის აღდგენას. უკრაინაში თბაში განახორციელა თავის გეგმებს და ბელარუსი, რომელიც ახლა იძახს, რომ საქართველოს გამო გადავეკიდე რუსეთს, აღარაფერი გადასაკიდებელი აღარ დარჩება, ისიც უნდა ჩაგვარდეს უკან თავის ესე კრემლის მაკონტროლებლებს. აი ეს არის საქართველოს დღეს წყდება მართლა გლობალური საკითხი. და ამათ ეგონათ რომ პრინციპში სანამ ეს ახლები გაერკვევენ, მოდი ზურგს უკან მოველაპარაკოთ და უთხრათ რომ ხო გინდათ ირანი ხო ბევრად მნიშვნელოვანი საქართველოს. მოდი პატარა გარიგება მოგვეცეთ. ვერ მიიღეს ეს. ის რომ ახლა ხდება და ახლა ჰილარი კლინტონი სამჯერ შეხვდა, მესამეჯერ ხდება ვაშაძეს ამ ორი თვის განმავლობაში. უმრავლეს ევროკავშირის მინისტრებთან არის ერთხელ თუ არის შეხვედრილი, ესე დიდი არის. ჯერჯერობით ამ ადმინისტრაციის ბევრი არ კონტაქტში არ შესულა. იყო ახლა ძალიან კარგი კომენტარები გააკეთა ამერიკის კონგრესში გორტონმა, რომელიც ჩამოსული იყო დენფრიდის შემცვლელი. და ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ძალიან მართლა, იმიტომ რომ ძალიან სწორად დაინახა, უცებ დაინახა, მართლა ძალიან გონიერი ადამიანი ჩანს. ასევე ძალიან საინტერესო ინიციატივები წამოვიდა ეკონომიკური დონეზე. ამერიკის კონგრესმა ეხლა ბევრმა არის გამოგვიყო $250 მილიონი, მათ შორის იმისაც რომ დევნილებს აუშენოთ სახლები, მაგრამ ყველა შეუმცირეს დახმარება. ყველას დახმარება ჩაჭერეს, იმიტომ რომ ამერიკაში არის დიდი კრიზისი და კითხულობს ხალხი რომ ბოდიში ვხდი, ჩემ შტატში ჯორჯიაში ყავს ამდენი შეერი ადამიანი, რომელიღაც ჯორჯიას რატო ვაზრობთ ფულს და კონგრესში ეს კითხვა დაისვა და პირველად როცა გავიდა ჩვენი საკითხი, ჩვენი დახმარება მოჭრეს. და მე დავურეკე ჩემ მეგობრებთან, მე ვთქვი რა ხდება ხალხო, თქვენ ხო დაგვიდით რომ ამას გვაძლევთ. ეს მილიარდიანი დახმარების პაკეტებში რა? მილიარდზე მეტი გამოვიდა. იმხელა ამბავი ატყდა. ყველა ძალა ჩაერთო და თქვენსო ყველაფერი შეიძლება შემოვცილოთ. ყველაზე ახლო მოკავშირეებიც კი ამ სიტუაციაში საქართველოს დახმარების შემცირება ეს იქნება კატასტროფული სიგნალი. ჯერ ერთი არასწორი, უმადურობის გამოხატულება და კატასტროფული სიგნალი შვიდობის ტრისადმი რეგიონში და ბოლო ცენტამდე აღადგენს. ერთადერთი პუნქტი რამდენიმე ასეულ პუნქტში დახმარების, რომელიც გადახედეს და დააბრუნეს უკან იყო საქართველო. დიდი სხვადასხვა ბრძოლის გარეშე უბრალოდ დავსვით ხმამაღლა კითხვა, რომ თქვენ თუ იცით რომ ეს ხდება და ყველა ედბაში გამოძრავდა. თავისუფალ ვაჭრობაზე ვლაპარაკობთ ახლა. არც ყველა ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაყინული. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელთაც პროცესი დაძრული არის საქართველო. იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. საქართველოში დღეს წყდება დემოკრატიის და თავისუფლების ბედი, არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთლიანობაში დემოკრატიის თავისუფლების ბედი. წყდება ბედი იმისა, რომ ხალხი, რომელიც თავისი ბედი მიანდო უფრო თავისუფალ ქვეყნებს,
ქვეყნებს, რომლისკენ მთელი ცხოვრება მიუტოვებთ, ამჯერადაც მიატოვებენ თუ არა ამ ქვეყანას, როგორც ხდებოდა ისტორიულად, თუ ამჯერად მაინც გამოიჩენენ პრინციპულობას და გადაარჩენენ მის სახელმწიფოებრიობას და მიცემენ საშუალებას აგეგმონ ტერიტორიული მცირეობა. იგივე არცნობის საკითხი ამ ტერიტორიების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ღმერთმა არქნას ჩვენ ავირიოთ და ჩამოვიშალოთ. პანტაპუნტით წავა საქართველოს დაქუცმაცება და ამ ყველაფრის ლეგალურად გაფორმება. ბევრი რაღაცაა ჩვენ სტაბილურობაში, ჩვენ სიმშვიდეში, ჩვენ განვითარებაში ძალიან ბევრი რაღაცაა საპირწონეზე დადებული. და მე მინდა როცა ჩვენ რაღაცაზე ვკამათობთ, ჩხუბობთ, ვერ თანხდებით. თავარი საკითხი გახსოვდეს ყოველთვის. თავარი რაღაცა არ დაგვაკარგოს ხედელობიდან, იმიტომ რომ სააკაშვილიც გამოიცვლება, როცა ამის ვადა იქნება, ყველა წავალთ გამოიცვლები პროცესად, იმიტომ რომ არ მიყვარს მესამე პირში ლაპარაკი ზოგიერთივით, მაგრამ საქართველოს არასდროს არ გამოიცვლება. საქართველოს მარადიულია და ეხლა ისეთი რამე არ უნდა ვქნათ, ან სიძულვით, ან პირადი ამბიციით დაბრმავებულმა, რომ თავარი რაღაცა დავაზიანოთ. ის ტოტი გადავხერხოთ, რომელზეც ძივართ და ჩვენი სამშობლო დავაზიანოთ. ამიტომ ამ მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკის ხრით, მე მინდა რომ ყველანი ვიყოთ კონსოლიდირებული. ამიტომ დავაპატიჟე ხალხურ უშუალობის საბჭოს დასწრებად, იმიტომ კი არა რომ ცირკები მოვაწყო. იმიტომ რომ მათაც ჰქონდეთ შეხება ამ პოლიტიკას. არაფერი საიდუმლო არ არის იქ. არაფერი განსაკუთრებული დასამალი არ ხდება, რაღაცები რასაც ყოველთვის ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ არ გვინდა ყველამ გაიგოს, მაგრამ ეს პოლიტიკა ეკუთვნის მთელ ხალხს და არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს ან ცალკე აღებულ პოლიტიკურ ძალას. და ამ ფონზე მინდა ბოლო კითხვა დაგისვათ, უბრალოდ ჩვენად დავასრულოთ გადაცემა, როგორ այս შიდა პროცესები თქვენც ახსენეთ და დაუბრუნდით, როგორ მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და როგორ უყურებს დასავლეთი ამ შიდა პროცესებს. იმიტომ რომ თქვა ორი თვეა ამ რეჟიმშია ქვეყანა და აქვე იმასაც კითხავდით, თქვა როგორ დასასრულს ხედავთ ამ ყველაფრის და როდის. მე ვფიქრობ ჯერ ერთი რომ დრამატიზაცია არაფერს არ ხერხს, იმიტომ რომ ხა იქ სულ იყო მესმოდა ლაპარაკი, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. ხო, არ ვიცი, რადიკალები რას ეძახიან კრიზისი კლასიკური განმარტებით არის, როცა მთავრობის შიგნით, ხელისუფლების შიგნით არის კრიზისი, როცა ვერ თანხმდებიან, ჭამენ ერთმანეთს, გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ვერ ასრულებენ თავის გადაწყვეტილებებს და მსგავსი არაფერი საქართველოში არ ხდება. საქართველოში არის პოლიტიკური სიმტკიცის და სიმწიფის პერიოდი ახლა ხელისუფლებისთვის. და მე მიმაჩნია ეს მათ შორის ჩვენი სახელმწიფოს მიღწევა. მეორე ეს არის და ამიტომ თავისთავად ახლა როდის დამთავრდება არ დამთავრდება მაშინ როცა ყველა მიხვდება და მე დარწმუნებული ვარ ახლა როგორ დარწმუნებული ვარ რომ კი მესმის რომ ვიღაცას ვთქვათ უნდა რომ იყოს რაღაც ვირტუალური არეულობის მანქანა არსებობდეს და მუდმივად შეგისხმებოდეს ფული მათ შორის საეჭვო წარმოშობის ფული რასაც არის საიდუმლო და მუდმივად იყოს აი ეს ყევის მდგომარეობაში რომ ესეც კარგია ვიღაცეებისთვის. იმიტომ რომ რუსეთის ტელევიზია რუსეთში და პოლიტიკას კი არ აშუქებენ. იქ საერთოდ გეგონება შიდა პოლიტიკა არ არსებობს. იქ აშუქებენ უკრაინის პოლიტიკას დეტალურად, იულიამ რა თქვა ვიქტორზე, ვიქტორმა რა თქვა მეორე ვიქტორზე და საქართველოს პოლიტიკა, რა ქვია, პეტერმა რა თქვა ივანეზე და ასე შემდეგ. და რა მოხდა და ამიტომ და რომ მოусმინო რუსეთის ტელევიზიას გეგონება ჩვენზე მეტი პრობლემა არ აქვს. მე დიდი მაყურებელი არ ვარ, მაგრამ ხანდახან მესმის სხვა წყაროები და ამიტომ ჩვენ ამიტომ რა თქმა უნდა ვიღაცას უნდა რომ ეს ხელოვნურად შეინარჩუნოს, მაგრამ მეორე მხრივ ცხოვრება გრძელდება და თუ ვიტყვით პოლიტიკურ პლანში თუნდაც ამ აქციებმა რომელსაც თქვენ მეკითხებით ჩვენ მოგვიდა დიდი სარგებელი, იმიტომ ყველა დაინახა მიუხედავად დაწერილი სცენარისა რომ აი ყველაფერი მოხდებოდა ვიღაც გამო ქუჩაში მე ეს თავგაცხელებული სააკაშვილი გამოვა და დაარბევს ამათ ყველა დაინახა რომ საქართველოს არის არადემოკრატიული ქვეყანა და ამიტომ არც ობამა მედვედევის შეხვედრაზე იქნება საქართველოს განხილვა, იმიტომ შეწყობათ ამერიკელებს ამ საკითხის დაყენება ასეთი სისხლისმერი ყოფას. წინასწარ წერდა სცენარს პუტინი იძახოდა რომ ეს არის ქვეყანა სადაც სისხლში ახშობენ დემონსტრაციებს, წინასწარ იძახოდა. ეს ხო ჩემი სიტყვები არ არის. ეს არის ქვეყანა, სადაც დემოკრატიის არაფერი ნიშანწარი არ არსებობს, ეს არსებობს. ეს ამბობს ის პუტინი საქართველოს, სადაც 20 კაცი რო შეიკრიბოს 20,000 სპეცნაზმელი ეგრევე თავს გაუხეთქავს. მაგრამ ხო, მაგრამ ეს აღწერა დეტალურად, როგორც არის, რომ ეს არის ასეთი ქვეყანა, ასეთი ქვეყანა, ასეთი ქვეყანა. და რომ ჩვენ დავკარგავთ საზღვარგარეთ ხადაჭს. და ეხლა ყველამ დაინახა და ყველგან სტატია დაიწერა და პირიქით შემოbrunდა ეს ყველაფერი. ანუ ქვეყნის იმიჯი ვთქვათ ამას არ დაუზარალებია. ხო, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური. მეორე არის ეკონომიკა. ეკონომიკა, რა თქმა უნდა, დაზარალდა. იმიტომ რომ 9 აპრილის წინ გუშინ მეკითხებოდნენ ფერმერები, რომელთაც ფერმერი უკვე როცა გამოძიდნენ ხმოვანებიდან კრედიტი, რომ კრედიტებს როდის მიიღეთ. 150 მილიონი დოლარი გაიქცა ორ დღეს 9 აპრილამდე. იმდენი ლოზუნგი იყო, აი ხა დავამთავრებთ, დავარბევთ, მოვსწავლთ, გავანადგურებთ. და ლაპარაკი იყო, არ არის საიდუმლო ვიღაცები ამიტომ რომ სამხედრო გადატრიალება იქნება.
და მე ამჯეროდა სანამ არ დავინახე რომ მართლა რაღაც მოძრაობა ბოლოს გაკეთა ჩემ და მოვიდა და სხვა ჩვენს არ ჩინაგან საქმეს ამისთვის არ ჯეროდა და მე ამას ვანოს უსაყვედურე ვანოს მემკვიდრე და სისხლი არის სამხედრო გატარების ჭორებია იყო მაგრამ ვიღაცები ამის შესახებ ინფორმირებულები იყო იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მუშაობს ხალხი ვინც აქ იყო მინისტრები რუსეთში და რომელთაც ეს კავშირები აქვს და ამიტომ როცა ასეთ სიგნალებს ვაგზავნით რომ ფული გარბის ეხლა ეს ფული დაბრუნდა 2-3 კვირაში მაგრამ ხო დაიკარგა პერიოდი ეხლა ბანკებს აქვთ ფული მაგრამ რაღაც პერიოდში იკავებენ თავს კრედიტირებისგან იმიტომ რომ აი მაინც ნუ ხა რაღაცა ეს ფსიქოლოგიური სტრესი და პრესი იყო ეხლა როცა თავარი სასტუმროების კარვებია შემოს არც ერთ უცხოელი ინვესტორი არ ჩამოვიდა სხვადასხვა მიზეზებით თემდნენ თავის ვიზიტს რომ არ ჩამოსულიყო თან ჩამოვიდნენ და ეხლა იქ იყო დახვედრები უცხოელი ინვესტორებთან აეროპორტებში ყვირილები იქ ვიღაცას წაიყვანდი სავახშმოთ იქ მოდიოდნენ გარეთყვიროდნენ რომ არ როცა ასეთი რამე ხდება წარმოიდგინეთ თქვენ ხართ ფულის ჩადება გინდათ ამ ქვეყანაში კიდე ფული არ მოგ ხედავ რომ ამ ქვეყანაში მთავრობა იმდენად დასუსტებული მთავრობას მოუვარდნენ და იქ უყვირიან და შეხვედრის ჩატარების საშუალებას არ აძლევს პრობლემატურია რა თქმა უნდა და ამიტომ რა თქმა უნდა ეს რა თქმა უნდა მეორე რაღაცა ხა კონკრეტული ადამიანები არიან ძალიან რეაგირებს ადამიანი დღეს ვიყავი სიტყვაზე კბილის ექიმთან კბილის ექიმი ჩოლოვი კბილის ექიმი რომელიც ოპერირებს რაღაცას თუ საბურს დაუსვეთეთ მაგრამ ძალიან კარგი ხალხია ძალიან მაგარი პროფესიონალებია მართლა ესეთი უცხოეთში ამის ნახევარ ასე ბევრად უფრო სასიამოვნო აქციარო ვიდრე უცხოეთში მაგრამ როგორც კი ყურყევა იწყება ხალხი აღარ დადის მასთან ესე იგი რაც სწავლაში ფული ჩადო ამ ინსტრუმენტების შეძენაში ყველაფერში ეს ყველაფერი ეკარგება ამ მაღალი კლასის პროფესიონალს ვიღაც კონკრეტული პარიკმახერი რომელსაც ნაკლები ხალხი ვიცი ვიღაც კონკრეტული ვისაც თავის პროდუქცია აღარ ეკრიბება ან ჩაუწვა რაღაც პროდუქცია იმიტომ რომ ვიღაც კონკრეტული მაღაზია რომელიც ცენტრში გაიხსნა საერთოდ ჩაიკეტა იმიტომ რომ ხალხი იქ აღარ მოძრაობს იქ კონკრეტული აი ერთ-ერთ დაწესებულებაში ვიყავი და წინა დღეს გაუვლიათ იქ კომერციული დაწესებულება რაღაც 500 კაცს ყვირით და ჩხუბით მეორე დღეს 10% მივიდა მომხმარებლების ესე იგი იმ ხალხს რომელიც იქ იღებს 150-200-300 ლარს ძლივს არჩენს თავის ოჯახს ქალაქში ძალიან ცოტა ფული პრაქტიკულად ამის მოусპეს საშუალება განვითარების და ჩვენ ერთხელ სამუდამოდ უნდა მივხვდეთ ჩვენ შეიძლება განსხვავდებოდეთ ერთმანეთსგან მაგრამ ნუ გონია რომ თუ საქართველოს იქნება წარმატებული ამით სააკაშვილი იხერებს პირიქით რაც უფრო მეტი წარმატება მით უფრო მეტი პრეტენზია ჩდება რაც უფრო კარგად ცხოვრობ მით უფრო ძნელია ჩქარა პროგრესი მიღწევა ეხლა საქართველოს იყო ჩამრელებო ჩვენ გავანათეთ ყველამ ჩათვალო რომ ეს სასწაულია მაგრამ დაუბრუნდეთ იმ ფილმს მაგრამ მე ამას ხალხი ეჩვევა და ეს ავიწყდება ბუნებრივია მაგრამ იმიტომ მინდა გავიხსენო და იმიტომაც მინდოდა ამას ლაპარაკი რომ იქ უნდა დაუბრუნდეთ იმიტომ ის ხალხი ისევ ცოცხალია და სიამოვნებით ჩადეს ფულს ჩვენარეულობაში ის რომ მაგრამ როგორც კი ძალიან ჩქარა ვითარდები ერთბაშად გაზდა ადვილია რაღაცების გაკეთება მაგრამ მე კავალერიულად აღარ გამოდის ნელ-ნელა ხდება მე განვითარება ყველაფერი ეს არის ნელი პროცესი ძიმე პროცესი ხალხი ყოველთვის მეცელის ვიდრე შეგიძლია მიცე მაგრამ ეს არის რომ არ უნდა გშევდათ ისეთი რაღაცა რომ ამ გაჭირებაში როდის მე დავუბრუნდეთ არასდროს არ დამავიწყება არასდროს 95 წელს დავუბრუნდით მე და ჩემი ოჯახი ამერიკიდან ეს ჩაბნელებული უიმედო სიტუაცია მახსოვს ეს ტურბოები თავის სუნით საშინელით ეს როცა გაიჩია ცხელი წყალი გაიჩია გაზი გაიჩია ყველაფერი გაიჩია როცა ქუჩაში გასვლა იყო კატასტროფა როცა მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და იარაღის ტარების უფლება მქონდა და ერთი ქუჩიდან მეორეში რომ გადავდიოდი ცხოვრობდი ქალაქის ცენტრში პისტოლეტი მიმქონდა თან არ ვიცი მე ვინმე შევძლები თუ არ მესვლა ალბათ ეს არაფერს არ მიშურდა მაგრამ იძულებული ვიყავი ასე გადავადგილებული ვიყავი იმიტომ რომ როდის ვინ რას ესურდა ყველა მხრიდან იცმოდა ხო ერთხელ მახსოვს მე და დედაჩემ მოვდიოდით ტაქსმა აღარ გარისკა ჩამოგვსვა სასტუმრო აჭარასთან და უნდა გავგველო პეკინის ბოლომდე თელ პეკინზე ისროდნენ ნუ ეს უფრო ადრე იყო 92 წელი და ეზო გადარბენებით მიდიოდით ეზოებს შორის კიდე ცალკე ადგილი აი ეზოს გადავიბენდით გავიხედოთ აბა ის ვინკერ გადავიბენდით იმ საღამოს იქ მოკლეს 3 ადამიანი და მე ეს ყველაფერი ძალიან ცოცხლად მახსოვს ეს ვიღაც ადამიანები რომელიც მიწიდან ამოძვნენ თითქოს გაუპარსავი შაშიში შესახედავი აბსოლუტურად თავზე ხელაღებულები რომელიც თავს ხან ხედვინებას არ ქონდნენ ხან სახალხო მილიციას ხან სახალხო პატრულს არ ვიცი რა ერქვა მაგრამ დაახლოებით იგივე დღეს ეს არის ჯერჯერობით ეს არის იმიტაცია იმისა იმიტომ დღეს ეს ჩვენთან აღარ გაუვათ ჩვენ სხვები ვართ ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ და საზოგადოებას ეს ყველაფერი გამოვიარეთ და აცრილები ვართ ამაზე მაგრამ გეგონია მიწიდან ამოიზარდნენ და მე რაღაც პერიოდში ისე უკან გაქრე მიწაში მაგრამ არც ისე ღმათ და იქვე არიან ზედაპირთან ზოგიერთ მათგანმა ისევ ამოყო თავი და როცა შენ ეუბნები ვიღაცას რომ ყველაფერი შეიძლება მიაწექი მიდი და ეს აღარ იქნება
ამიტომ მე როცა ლაპარაკობ ამ ყველაფერზე, მე ამას ყველაფერს უყურებ ეკონომიკურად. ჩვენ გვაქვს გრანდიოზული გეგმები ჩვენი ქვეყანა და გაერთიანდეს. ამისთვის ჭირდება მის ეკონომიკას განვითარება, ეკონომიკის განვითარება შეეხება სახელმწიფოს განმტკიცება, უსაფრთხოების სტრუქტურების განმტკიცება, შეერაღებული ძალების შექმნას და ნუ რა ვიცი, ნუ გონია რომ ხელი ავიღე შეერაღებული ძალების შექმნას, ეძახიან რაში გვჭირდებოდა ამდენი მილიარდი მე არ მიაშოშა, ორჯერ მეტი უნდა ჩაგვეთო. და კიდევ უფრო უნდა გავაგრძელოთ, განვითარდეთ, შევქმნათ, გავცნათ ეს ჩვენი ოფიცრები, წავიყვანოთ 21 წელს, ჩვენ ყავდა 18 წელს, ყავდა რუსეთის არმიიდან დაგვიტოვეს 1000-ობით მაგარი ოფიცერი, მაგრამ მთავრობა მე ვარ, თორე ოფიცრები ყავდა. და მე რუსებმა ისწავლეს ჭკუა და საერთოდ ქართულ ოფიცერებს აღარ აჭაჭარებდნენ განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯარში. იმიტომ რომ იცოდნენ რომ ქართველის დობა არ შეიძლება, იმიტომ რომ მაინც რჩება ქართულად. და დღეს ჩვენ სამწუხაროდ მთავრობას უნდა რომ ქვეყნისთვის იბრძოლოს, მაგრამ რა თქმა უნდა, მიუხედავად ძალიან დიდი გმირობისა ჩვენი შეერაღებული ძალების, დრო უნდა ამ ყველაფერს მომზადებას, დრო უნდა გაკეთებას, დრო უნდა განვითარებას, მაგრამ თავარი შვილარჩუნებთ, სახელმწიფოებრივად გაწმუნებთ, ჩვენად იცით ჩვენ მოწინააღმდნენ მტერმა. რომ სახელმწიფო თუ არ მოშალა, როგორი დიდიც და დიდარიც არ უნდა იყოს და როგორი პატარაც და ბევრად უფრო სუსტი თავის შესაძლებლობით საქართველოს, ჩვენ გვაქვს თავარი სიმართლეა ჩვენ მხარეს. ჩვენ ვართ ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და თუ ერთიანობა შევინარჩუნებთ, თუ განვითარდებით, ჩვენი გამარჯვება საბოლოო ამ დიდ ბოროტებას ისევე გარდაუვალია, როგორც დავითის მიერ გოლიათის გამარჯვება. ისევე გარდაუვალია, როგორც წმინდა გიორგის მიერ ძალიან გავლენილი დიდი იმპერატორის დამარცხება. საქართველოს ბრძოლა ყოველთვის იყო აღმავალი ბრძოლა, მაგრამ როცა შინაგან ძალებს მოიკრებდა, სასწაულების მოხდენა შეგვეძლო. მე ამის ხმარს ვწამს და ვისაც უნდა რომ ამისი არ წამდეს, ეს მისი საქმეა. და მე დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას ჩვენ წამოყვება ჩვენ ამ ბრძოლას. მიუხედავად ყველაფერისა, მიუხედავად დიდ დაპყრობებს, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც მე თვითონაც ხარ ადაგიმალოთ ყოველ ღამე ამას მაგძიმე ფიქრები, რომ მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის დიდი ნაწილი ოკუპირებულია ამ უზარმაზარი ძალის მიერ, რომელშიც არის ამხელა გაჭირება და უგედურება. მიუხედავად ყოველ ღამე მე ამაზე ეს მესიზმრები ყოველ ღამე ყოველგვარ გაზვიადების გარეშე, რა თქმა უნდა მე მძიმე გულს ვატარებ და რა თქმა უნდა ჩემი არსებობა, როგორც ყველა პატრიოტის ქართულის არსებობა არის ძალიან მძიმე. მაგრამ მეორე მხრივ ძიმე არის, მაგრამ იმედით ახსავსია, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა საკუთარი ძალების, საკუთარი სიმართლის და რაც თავარია ჩვენი ხალხის, ჩვენი რწმენის და იმისა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი იღბალი, ჩვენი ბედი და ჩვენი უფალი ნამდვილად არ მიგვატოვებს. ჩვენ ნამდვილად მივიყვანთ ამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე. დიდი მადლობა, ჩვენი დრო ამოიწურა, ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის პოზიცია, მიხეილ სააკაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მომავალ პარასკევს კი ჩვენ უკვე ჩვეულ სტუდიაში, ასე ვთქვათ, პოზიციის სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს სხვა სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა თქვენი მოწმენისთვის და გამძლეობისთვის. დიდი მადლობა. მადლობთ. კარგად სარდებოდეთ.